მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია, გადაცემა გპასუხობს მოძღვარი, მე მისი წამყვანი ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2301515 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ოფიციალურ Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები და ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს, რომელიც გახლავთ ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით წულეისკირი. მოგესალმებით მამა დავით. მოგესალმებით დაგულოცეთ. მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისთვის, თქვენც დაგულოცეთ, გაიხარეთ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ესე იგი, მამაო, სანამ Facebook-ი გააქტიურდება და ზარების შემოვა, ჩვენმა მაყურებლებმა დაგვიტოვეს რამდენიმე კითხვა და რომელიც მინდა გავაჟღერო, ასე ვთქვათ, პირველი კითხვა არის ესეთი, აი ზოგადად ცოდვის შესახებ რომ გვესაუბროთ, რა არის ცოდვა, მისი საფეხურები, როდის შემოდის ის ადამიანში, რატომ შემოდის, როგორ შემოდის, ადამიანის ბრალეულობით ხდება ეს თუ საიდან მოდის ეს ყოველივე და რაც მთავარია, როგორ ვებრძოლოთ მას. კეთილი. კიდევ ერთხელ პირველ რიგში თქვენ მოგესალმებით მამაო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა თქვენ ტელევიზიას რომ ამის საშუალება გვაქვს თომსახურებს რომ ესეთი კომუნიკაცია და ურთიერთობა გქონდეს მსმენელთან. ზოგადად ცოდვა იწყებს სათავეს ჯერ კიდევ სანამ ხელული სამყარო შეიქმნებოდა, სანამ კაცობრიობა. ანუ უხილავ სამყაროში იწყება ეს ანგელოზთა დაცში, ანგელოზთა იერარქიაში და შემდგომ ანგელოზებიდან უკვე იწყება, ესე რომ ვთქვათ, ბრძოლა ადამიანის მიმართ. რამე თუ სამყაროში ადამიანი არის ყველაზე აღმატებული, რომელიც ღმერთმა თვის ხატა და მსგავსად შექმნა. და ადამიანს მისცა ყველაზე მთავარი პირველი ის არის თავისუფალი ნება. ხატება ადამიანს მუდმივად აქვს, ესე რომ ვთქვათ, დაუკარგვავია, მაგრამ მსგავსება უკვე ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, როგორ გამოავლენს ის ღვთის მსგავსებას. თვითონ ცოდვა, ესე რომ ვთქვათ, დედა ამპარტავნების არის მშობელი მისი. ეხლა როგორც სეციურ დაში ვახსენე, რაც იყო იმ თავარი დაცემული ანგელოზის ნება, განხრობა და სურვილი მისი და მეორე მისი მომხრეები. რაც შეეხება ეხლა დედამიწაზე. დედამიწაზე როგორც ზემოთ ვახსენე, პირველი 64-ში ადამი გამოიცადა აი ამ ბოროტის მიერ და ადამის თავისუფალი ნება გამოვლინდა ადამისა. 64-ში იყო ესეთი აკრძალული, ესე რომ ვთქვათ, ხე, რომელიც ხე სიცოცხლის ნაყოფად იწოდება, შეცნობისა, სიკვდილისა და ბოროტისა და უფალმან მიცა ადამიანს გამოვლინების საშუალება, თავისუფალი ნების. სწორედ ამიტომაც იწოდება ეს ხე, რომ ადამიანის რეალიზების საშუალება რო ყოფილიყო, რომ მე მართლა მაქვს თუ არა თავისუფალი ნება, აი ეს იყო და უთხრა, ამას ნუ მიიღებ. და ამას მოყვა, ვიცი ხა ისტორიას ახლა ძალიან ესე არ გავშლი, ძალიან მოკლედ შევეხები, რომ დაცემა მოყვა ურჩობას. და მე ამას მოყვა უმადურობა. და მე ადამიანის სამართლად დაისაჯა. ანუ თვითონ ცოდვა ნიშნავს რაღაცის ჩადენას, რაღაცის აცდენას და რაღაცის დაშავებას. და დაშავდა როგორც ადამიანის სხეული, ყველაზე მთავარი უკვდავის სხეული, ასევე დაშავდა ადამიანის სული. აი დღევანდელ დღეს თუ იმეს გონია რომ რაღაცა ისეთი ცოდვა არის, რომ მას პიროვნულად ეხება და ამით სხვას არ აზიანებს, ეს მართებული შეხედულება არ არის. თუ ადამიანი საკუთარ სხეულს იზიანებს რომელიმე ცოდვის მიდრეკილებით, სხვა ზიანდება ამას, ვინც მას უყურებს. მშობელი, მეგობარი, ოჯახის წევრი. როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და არ იყო დამწუხრებული, დაღონებული, როდესაც ის ადამიანი საკუთარ სხეულს არ უფრთხილდება. აი სახარებაში წერია ესეც საოცარი რამ, რომ გახსოვდეს ტაძარი ღვთისა ხარ. ესე იგი შენი სხეული ღვთის ტაძარს არის შედარებული. და უპირატესი მასში არის სული, მაგრამ სული არის იქ დამკვიდრებული და მასზე იზრუნე. ესე იგი ჩვენი სხეული მოგვეცა იმისათვის, რომ ჩვენ სულს მარადიულობა შევძინოთ. ანუ აღუდგინოთ უფრო სწორად რო ვთქვათ. ეხლა საფეხურები როგორ იწყება ადამიანში ცოდვა. ურჩობით რო დაეცა, დაისაჯა და შემოვიდა სამყაროში ცოდვის შედეგად გაჩნდა სიკვდილი. ადამიანი გახდა ბერებადი და ხრწნილებადი მისი სხეული. მამადასავლება ესეთია.
პირველი ჩვენ მორწმუნეებს ვინც ვცდილობთ რომ სულის მარადიულობაზე ვიზრუნოთ, ჯერ სანამ ჩავიდნენ ცოდვას, ანუ რამის დავაშავებთ ან გავაფუჭებთ, მანამდე არის ესეთი რამე. ყოველი კეთილი საქმე, რომელიც კაცმა იცის და არ ქმნის, ცოდვაი არს. აი რა გვევალება ჩვენ მართლმადიდებლებს. ანუ არამს თუ რაღაცა გავაფუჭე, არამედ თუ ვიცი რომ რაღაცა კარგის გაკეთება შემიძლია და არა მარტო ჩემთვის ხვისისას და არ ვაკეთებ, ესე იგი უკვე ვცოდავ. ანუ მამები ამბობენ რომ სამყაროში რომ არაფერი რო არ შესწოდო, ამით კი არ ცხონდები. მაცხონებელი რა გააკეთე? აი რატო ხარ შემოყვანებული ამ სამყაროში? რომ ებრძოლო ცოდვას და ამავდროულად როგორც სერაფიმ სარაველს დავიხმარიებ წმინდა მამას, შენ უნდა იცხოვრო მზესავით, რომ შენს ირგვლივ განათდნენ და გათფენ. ანუ შენ უნდა გამოავლინო შენი საქმეები. კიდევ ერთ დავიხმარიებ, ესეთი სწავლება არსებობს, როცა მღვდელმთავარი იმოსება, რომ ესრედ ბწყინავდნენ ნათელი შენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი შენი კეთილნი და ამით ადიდებდნენ მამასა შენზე ზესაცსა. ესე იგი ჩვენი საქმეები, როგორც ბწყინვალება ესეთი უნდა იყოს და ამის ხილველი ადამიანები უნდა ადიდებდნენ იმ სარწმუნოებას, რისი მიმდევრებიც ჩვენ ვართ. ეს არის, ესე რომ ვთქვათ, ეს საფეხური არ არის ჯერ ცოდვის, თუმცა ჩვენ უკვე თუ ავაასრულებთ კეთილ საქმეს ვცოდავთ. მეორე ესე ამბობენ, ერთ მამათა სწავლებაში არის ესეთი რამე, რომ აი მოდი ცოდვას მივცეთ სხეული და სული. ჩვენ ხო ორივეზე ვზრუნავთ ცოცხალი ადამიანები, სხეულზეც და სულზე. თუ ვცოცხლობთ, თუ ვარსებობთ, მარტო სხეულზე ზრუნავს ადამიანი. და თუ სხეულით კეთილ საქმეს აღვასრულებთ, მაგრამ მისი დანიშნულება და მისი მიზანი არ არის უკვე სწორად გათვლილი ქრისტიანი, ანუ მე თუ ვაკეთებ ამას ანგარებით. ანუ მე თუ ამას იმიტომ ვაკეთებ, მე რაღაცას ველოდები და არ ვაკეთებ ისე რომ ლოძზე დავდო, ანუ ქრისტესთვის ვაკეთებ, მაშინ ეს უკვე ჩემი პირადი ცოდვაც არის. და ის კეთილი საქმე, რასაც ვაკეთებ, კარგია იმისთვის, ვისთვის ეს ვაკეთებ. მაგრამ მე უკვე თავშივე ვაშავებ. გავიღე შეიძლება მოწყალება, არა იმისათვის, რომ ჩემი სულისათვის მოუტანო ამას სარგებელი, არამედ იმისათვის, რომ მე ამ მოწყალების სანაცვლოდ, რომელიც მე მატერიაში გავეცი, დრო, ფიზიკური მდგომარეობა ან მატერიალური დახმარება, სწორედ ანალოგიურს ველოდები ვისგანაც გავეცი. და აი ამასაც ამბობენ მამები, რომ ეს არ არის ის სიკეთე, რაც ადამიანისთვის არის მაცხონებელი. ეს არის სარგებელი სიკეთე, რომელიც არის იმისთვის, ვისაც გავაკეთეთ. ეხლა იწყება ცოდვის საფეხურები და პირველი, ესე რომ ვთქვათ, აი პლატფორმაზე რო დგას ადამიანი ბაქანზე, ანუ არც ცოდვა აქვს ჩადენილი, მაგრამ პირველი ეშმაკისგან ეს არის ადამიანის გამოცდა და ამას ეძახიან მამები აზრის კვეთებას, ანუ აზრის ძგერას, რომელიც ჩვენ გონებაში შემოდის ბოროტისაგან. და ამ შემთხვევაში ადამიანი თავისუფალია. ანუ მე არ ვცოდავ, რადგანაც მე ვერ ვაკონტროლებ რა აზრი შეიძლება ჩემ თავში მოვიდეს, რა აზრი შეიძლება მეკვეთოს, რა აზრი შეიძლება მეძგეროს. ეს არის ბოროტისაგან. აქამდე აქვს ბოროტებას ძალაუფლება დაშვებული ღვთისგან, რომ აი შეიძლება მე მომაწოდოს რამე აზრი. და მერე უკვე იწყება საფეხურები, რომელიც ჩემი ნების გამოვლინებიდან, ესე რომ ვთქვათ, ჩნდება. პირველი არის ცოდვის მოწონება. ანუ მე ეს აზრი, რომელიც ჩემს გონებაში მოვიდა, მე დავაყოვნე ამ აზრთან. ანუ მე შეიძლება რაღაცა ეხლა ჩავრთავ დახმარებებს, რომ გზად მიმავალი შეიძლება რაღაცა ვიპოვო და მე შემიძლია ეს ავიღო და პირდაპირ მივითვისო. ესე იგი მე მოვიწონე ეს აზრი, მაგრამ მე თუ მიმოვიხედავ, რომ ეს ნივთი, რომელიც მე ვიპოვე, ვინმესი ხომ არ არის, ანუ მე ეს კვეთებული აზრი მომენტალურად უარყვე. გამომდინარე აქედან მოწონება და დაყოვნება უკვე არის ურთიერთობა აი ამ აზრთან, აი ამ ფიქრებთან. შემდეგ ამისა მეორე საფეხური, ესე რომ ვთქვათ, მოდის უკვე დათანხმება. ანუ შეუღლება აი ამ აზრთან. მე მოვიწონე და მე ეს მივიღე. როდესაც ჩვენ სახლში ვემყოფებით, შეიძლება ჩვენ კარებთან იყოს სტუმარი და ისმის კარებზე ან გაკუნი ან ზარისხმა. ჩვენ ხომ არ ვიცით ვინ არის. ჩვენ მივდივართ ან ვეკითხებით, ან სათვალთვალოდან ვიყურებით ვინ არის. ჩვენი ნებაა ეხლა, გაუღებთ კარს თუ არ გაუღებთ. თუ ვიცით რომ ეს ადამიანი ეხლა ჩვენთან რო შემოვა და მისგან წამოვა რაღაც ნეგატიური ან საუბრები ან მიმართულება და ასე შემდგომ, არა პოზიტიური, ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა ავირიდოთ.
ჩვენ ხო ცოდვას უნდა გავექცეთ, ცოდვას არ უნდა ებრძოლო. შენი თავი არ უნდა გამოცადო ცოდვასთან, თუ არა ღმერთით. გამომდინარე აქედან შენინება კარს გაუღებ თუ არა. და თუ კარს გაუღებ, მე უკვე შენი პასუხისმგებლობა რა ურთიერთობაში შეხვალ ამ ადამიანთან. და როცა უკვე იწყება ამ აზრის მოწონება, დათანხმება, შეუღლება, მე იწყება უკვე მესამე საფეხური და ეს არის სურვილი. აი ამ ცოდვის ჩადენისა. ანუ გინდა რომ ეს ცოდვა შენ დააგემოვნო. გინდა რომ ეს ცოდვა ჩაიდინო და ადამიანი ამ დროს იაზრებს ამ ცოდვის სასიკეთო შედეგებს. სავნებო შეკეთებს, ამას სიკეთეს ქვია ვნება. ანუ პირობითად მე შეიძლება განვიზრახე ვიღაცა შეურაცხყოფა მივაყენო, ან სიტყვიერად, ან ფიზიკურად. მაგრამ შეიძლება ანალოგიურად მისგანაც მივიღო, თუნდაც უფრო მეტი, მაგრამ მე ის ვნება მინდა დავიკმაყოფილო, რომ მე ამას დავიწყებ, ან მე ამას ჩავიდენ. ეს უშუალოდ სიტყვიერ დაპირისპირებაზე მაქვს საუბარი. ერთადერთი ცოდვა, რომელიც ადამიანს არ სიამოვნებს, ეს არის შური. ანუ უკვე რო შურს ცოდვა ჩადიხარ, მაგრამ ამით სიამოვნებას ვერ იღებ. დანარჩენი ცოდების უმრავლესობა ადამიანს აქვს სიამოვნებაზე გათვლილი. და იწყება უკვე სურვილი. რა არის სურვილი? სურვილი არის მთელ სხეულში. გონება, გული და ნება ერთიანად აღიზრება და აღზრდა ჩვენ სხეულს, ხელს, ფეხს, მეტყველებას და ვიწყეთ ბრძოლას. ამათა სწავლებაში არის ესეთი რამე, რომ ცოდების უმრავლესობა ადამიანის თვალიდან შედის. ამიტომ ხშირად მოარიდე თვალი, არახედავად ბოროტისა, ეს ხშირად ილოცით. და ცოდების უმრავლესობა და არა ყველა გამოდის ადამიანის ბაგეებიდან. ამიტომ ეცადეთ რომ სიტყვას გაუფრთხილდით. ყოველი სიტყვის გამო მოეკითხება ადამიანს, რომელიც ღვთის წინაშე წარდგება. ამიტომ ყოველივე სიტყვა ქრისტესზე უნდა მეტყველებდეს. აი პავლე მოციქული ამბობს ისეთ რამეს, რომ გინა თუ ჭამდეთ, გინა თუ სუმიდეთ, გინა თუ ყოველსავე რასაც აიქმოდეთ, სადიდებლად ღვთისად იქმოდეთ. ანუ ყოველივე სიტყვა, ყოველივე ქმედება ჩვენს გონებაში უნდა იყოს ცხონების გზაზე. როგორც უფალი ამბობს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. აი ამ გზაზე ქრისტეთი უნდა ვიაროთ. და ადამიანი უკვე ცდილობს ამ ცოდვა, რომელიც მოეწონა და დაეთანხმა და სურვილი აღიზრა ამის ჩადენას. უკვე არის სურვილი, სად ჩავიდინო ეს ცოდვა, როგორ აღვასრულო ეს ცოდვა. უკვე ჩემი სხეული მიიდრიკავ ნებისკენ. ეს არის მესამე საფეხური და მეოთხეზე მივდივართ უკვე თვითონ ცოდვის აღსრულება. ანუ ადამიანი როდესაც ცოდვას ჩადის, აი ამ დროს დავიხმარებ დავით მეფსალმონის სწავლებას. კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმაყო. ბაძვიდა იგი პირუტყვსა უგუნურსა და მიემსგავსა მას. აქ ერთი უმთავრესი სიტყვა არის პატივსაშინა იყო. რა პატივშია ადამიანი ცხოველისაგან განსხვავებით და ეს არის გონიერების პატივი, ეს არის სულიერების პატივი. და თუ ამას ადამიანი გულისხმას არ ყოფს, როგორი საოცრება წმინდანი ადამიანს ადარებს ცხოველს, მაშინ შენ ცხოვრობ როგორც ის ცხოველი. ანუ არ ცოცხლობ, შენ არსებობ. ეს პატივი უნდა გამოიყენო, რაც ცხოველებს არ აქვს. ხმა ღვთისა სულში და ეს არის სინდისი. შიში ღვთისა, სწრაფა ღვთისკენ და განცდა ჩვენი ცოდვებისა, რომ ცხოველს ეს არ აქვს, აი ესე რო ვთქვათ. და როცა ადამიანი აი ამ ცოდვას ჩადის, ფაქტობრივად არც გულის ხმას უსმენს, არც სინდისთან არ მეგობრობს. და მე ცოდვის უმაღლესი ამ შემთხვევაში საფეხური არის, როცა ადამიანი ამ ცოდვით ცხოვრობს. ანუ უკვე იმდენად მორევშია, რომ აღარ უნდა იქიდან გამოსვლა, ან ვეღარ გამოდის. აი მამები ამბობენ, რომ ეშმაკს აქვსო ესეთი შეთავაზება. ცოდე ღმერთი მოწყალია. და როგორც კი ცოდავს, მე მეგატოვებსო და გეუბნება, რომ ღმერთი სამართლიანია. და მე ადამიან ძალიან უჭირს ამ ცოდვიდან გამოსვლა. და მე უკვე ეს საფეხური უმაღლესი, ყველა ჯვარი გწერია, ეს არის ცოდვის უმაღლესი გამოვლინება, ეს არის თვითმკვლელობა. როცა ადამიანს გონია, რომ მისი საშველი არ არის. ადამიანს გონია და იჯერებს თვითონ ბოროტის დაგონებითაც, რა თქმა უნდა, რომ ღმერთი მას არ აპატიებს. და აი მათვის მინდა ვთქვა, რომ არა არის ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. ნებისმიერი ცოდვა სამყაროში აღსრულებული და გამოვლინებული ერთადერთი გულწრფელი სინანული წარხოცავს, როგორც ავაზაკისა. კი ბატონო. აი ავაზაკის ცხოვრება და შედეგი ვიცით და აი ეს არის ხა ძალიან მოკლედ რომ მიმოვიხილოთ, აი ეს ცოდვის რაღაც იერარქია, ბჭყალებში საფეხურები და ჩვენ თავშივე, როგორც პატარა ლერწამი, მარტივი ამოსაღებად და
კარებზე როგორც კი კაკუნი იქნება, ანუ ფიქრებისთანავე, რომ არ ვეთანხმები ამას. ეშმაკო, აი ესე ამბობდნენ მამები და ესე უარყოფ, ერთი ბერი ესე ლოცულობდა, ანუ ამ აზრებს უარყოფ და ამ ფიქრებს. თორე თუ გახევდა ოქროპირი ამბობს, მე ამ ხის ამოზირკვა ძალიან რთულია. აი დაახლოებით ესე რამდენადაც. ძალიან საინტერესოდ ახსენით, მადლობა. მაყურებელი ყავს და მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. ისაუბრეთ ეთერში ხართ. საღამო მშვიდობისა, მამო. საღამო მშვიდობისა. ჩემო კარგო, ტელევიზორს დაუციეთ. საინტერესოს კითხვა მაქვს ერთი თქვენთან. დიახ, ოღონდ ტელევიზორს დაუციეთ, რადგან თქვენი ხმა მეორდება. ტელევიზორს დაუციეთ და ისე ვისაუბროთ. კი ბატონო. გისმენთ, გაიხარეთ. კი განაცვლე. მე ვარ ეხლა კათოლიკეთ მონათული. დიახ. კათოლიკეთ. ხო და მინდა ეხლა მართლმადიდებლად მონათლა. ხო და აი წარმოშობით ვარ ახალციხიდან, მესხეთიდან. დიახ. ხო და აბა ვერ გადამიწყვეტია როგორ იგეთნაირად ზოგი მებნება ცოდოვაო ზოგი იძახის ისეთნაირად და აი როგორ მოვიჭე მეთქი მამაო აი მინდა რომ მოვინათლო მართლმადიდებლად. კი ბატონო, დიდი მადლობა კითხვის. ვერ გადამიწყვეტია. ეხლა ჩვენი წინაპრები გაიხარეთ, მადლობა, აუცილებლად გიპასუხებთ მამა დავითი. კეთილი, მადლობა შეკითხვისთვის და აი საინტერესო დამთავრდება ჩვენი წინაპრებიო და ზუსტად მან შევეხები ახლა. ზოგადად ძალიან მოკლედ მიმოვიხილავ, რომ ის კათოლიკები, რომლებიც დღეს კათოლიკური ეკლესიას წარმოადგენენ და მე მათი ესე რომ ვთქვათ მიმდინარეობები, ანგლიკანები, ლუთერანები, პროტესტანტები და ასე შემდგომ, ჩვენ მთლიანობაში მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში ვიყავით სულ და ეს ძალიან კარგად ვიცით სულ. და ის მიზეზები, ძირითადი დოგმატური სწავლება სულიწმინდის გაუმავლობის შესახებ, რაც გახდა ესე რომ ვთქვათ ჩვენსგან მათი განყოფის მიზეზი. სიმბოლურია შეგვითხრათ დღევანდელ დღეს გერმანელი ადამიანი მოუნათლი ტაძარში, რომელიც დაახლოებით რამოდენიმე წელი დადიოდა იქაც გერმანიაში და საქართველოში, ამას იკვლევდა და ეძებდა. კი, მეც პირველად ეძიებდეთ სასופველო საფრთხეს. რამდენიმე მაინც. მადლობა უფალს, ხო? აი ღვთის მადლი როგორ არის, როგორ გამოარჩევს ადამიანს. როგორი სურვილია ახლა ამ ადამიანში ჩადებული და სწორედ ის მისი წინაპრები, ნამდვილი წინაპრები. აი მე ესე ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ აი რამოდენიმე თბილისში ძალიან ბევრი სომეხი ეროვნების ადამიანი არიან და უამრავი ვიყავს მონათლული, მათ შორის ნათელმეროვნები ვართ, ნათესავები ვარ და მე ესე ვეუბნები ხოლმე, აი თქვენ წინაპრებამდე თუ მივყავთ მე-4 საუკუნემდე, მაშინ ნახეთ რიფსიმე და გაიანეს ცხოვრება. მაშინ წაიგითხეთ ვინ იყო გრიგოლი სომეხთა განმანათლებელი. ასევე რომის პაპები, წმინდანი, სამი სახის ესე რომ ვთქვათ ჟამის წირვა არსებობს. ივანე ოქროპირის, ბასილი დიდის და პირველ შეწირული. სწორედ პირველ შეწირული ლიტურგია რა გრიგოლ დიოლოგოსის, იტალიელი წმინდა მამის. ასე რომ ჩვენ უამრავი ესე რომ ვთქვათ დღევანდელ კათოლიკურ სამყაროს წინაპრები, მართლმადიდებლები, წმინდანები ვიყავით ჩვენ. ასე რომ ჩემო კეთილო, როდესაც ხმა ღვთისა სულში იძახის, ეს მადლია მისი წინაპრებისა და ეს ისეთი დიდი სურვილია, შემთხვევით არაფერი არ ხდება ამ სამყაროში. გამოიძიე პირველ რიგში და გამოიკვლიე, რომ საკუთარ თავთან უფრო იყო მტკიცედ. ადრე მართლმადიდებლურ წიაღში იყო კატეხიზაციის სკოლა, რომ ადამიანი განისწავლებოდა ჯერ. ასე რომ მიბრძანდით კეთილო ნებისმიერ მართლმადიდებლურ სასულიერო პირთან, გაესაუბრეთ მას რა ხდებოდა ეკლესიის წიაღში შუა საუკუნეებში, რა მიზეზები იყო სულიწმინდის გამომავლობის შესახებ. თქვენს დამოუკიდებლად შეგიძლიათ რომელიმე წიგნი პირობითად რაც აი ამ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ დოგმატურ სწავლებას ემყარება წაიგითხოთ. არა მარტო სახარება, არა მარტო სამოციქულო, ეს შეიძლება თქვენთვის ცოტა გაუგებარი ან ჩაუწვდომელი იყოს, მაგრამ ის ძირითადი ფუნდამენტური სწავლებები აუცილებლად იპოვის განსხვავებას. და სწორედ ის, საიდანაც ბრძანდება მეცხე ჯავახეთიდან, ხო, ეს ჩვენი საქართველოს მოსაზღვრე რეგიონები, მათი ქრისტიანობის ფასად, მათი სისხლის ფასად, მათი ღვაწლის ფასად შემორჩა კიდევ ეს უდიდესი ტაძრები, აი თუნდაც ლაზეთში გადავიდით, ეს ტაო-კლარჯეთი,
აქითაც საქართველოს საზღვრების მიღმა, დღევანდელი საზღვრების მიღმა სამწუხაროდ, სწორედ ესე მთის ხალხმა შეინარჩუნა როგორც დღეს სვანეთში, სწორედ ეს სარწყმუნოება, რასაც ჩვენთან უკვე საუკუნეების განმავლობაში ბარში ესე რომ ვთქვათ, დევნიდნენ. ასე რომ არა კი არ უარყოფს, არამედ დაუბრუნდება იმ ნამდვილი წინაპრების, წინაპარი არ არის ბაბუა და მისი მამა, ნამდვილი წინაპრების სარწმუნოებას, ვინც წმინდა გიორგის დროშის ქვეშ და მართლმადიდებლობის სიტყვით დავითს მიყვებოდნენ, თამარს მიყვებოდნენ, აი მის ეპარქიაში. და ვინც ოფლით და ხმლით მოგვიტანა ჩვენი სარწმუნოება და შეგვინარჩუნა და ლოცვით რა. ასე რომ შემოკეთილებო, აი ნამდვილი წინაპრების სულს გაახარებ, აი ესეთი ნაბიჯით და კიდევ ერთხელ ვამბობ, კი არ უარყოფ, არამედ დაუბრუნდები, აი რაც აჭარაში მოხდა ხო საუკუნეების განმავლობაში ხო იმათი გამახმადიანება მოხდა და დიდება უფალს ბოლო საუკუნეების განმავლობაში მისი უწმინდესობის ესეთი დაუღალავი შრომით, ღვაწლით და მადლით, ყველაზე მთავარია მადლი. ფიზიკურად რაც არ უნდა აკეთო, შენი აზროვნება და შენი გული და შენი მადლი გამოვლინდება ყველა საქმეში და შეიძლება ძალიან მცირე იყოს საქმე, მაგრამ მადლი აფქვევდეს. ძალიან მცირეა მზე აქედან რო უყურებთ, მაგრამ მთელ დედამიწას ათბობს. აქედან გამომდინარე, მისი ეს პატარა ეხლა რაც აქვს სურვილი, დაუყოვნებლივ უნდა აღასრულოს, რომ მისი შვილები დაიბადებიან და მომავალი თაობა საქართველოში სწორედ იმ ღმერთის მადიდებლები იქნებიან, ვისი ღმერთის დიდებაში სისხლი დაუღრიათ მათ წინაპრებს. ასე რომ ჯვარი ეწიროს ამ ადამიანს და იმედი მაქვს რომ უახლოეს პერიოდში კი ბატონო, ჩვენ გულშემატკივრობთ და ღმერთით წარმატებებს გისურვებთ და რა ვიცი, თქვენი გულის ხმას მიენდეთ და მიყევით ისე როგორც თქვენი გული გიკარგებთ. ამინ. მაყურებელია, კვლავ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ? გამარჯობა, დამოწეთ. მე ასეთი შეკითხვა მექნება მარხვასთან დაკავშირებით. აი შინაგანად როგორ შეიძლება ადამიანმა ისე ვიმარხულოთ მარხვის განმავლობაში, რომ თან სულიერადაც წინ წავიდეთ, გავიზარდოთ და თან ამავე დროს ის რაც ესე ვთქვათ მოთხოვნებია მარხვაში, შეძლოთ და ეს დავიცვათ რაღაც იგივე გარკვეული კვებისგან შეკავება და ეს თან ზოგიერთ ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემებიც რო გვაქვს, აი ეს როგორ დავაბალანსოთ? კეთილი, ძალიან საინტერესო კითხვაა, დიდი მადლობა და კარგია რომ კეთილი, მადლობა კითხვისთვის. ამ თემით. ზოგადად პირველ რიგში ვთქვათ, უნდა რა არის მარხვა? დიახ. პირდაპირ მამათა სწავლება. კი. მარხვა სხეულისა საზრდელია სულის. და აი ზოგადად რო შევეხოთ ამ თემას, აი რა საკიდან უნდა იმარხულოს ადამიანმა, ჯერ ამ გოგონას გავცეთ პასუხი და ამ თემის გარშემო ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აინტერესებს და მარხვა არის საშუალება ადამიანის სულის ხონებისათვის. და ამ სწავლებაში არ წერია რომ მარხვა საჭმლის მომნელებელი ორგანოსი, არამედ მარხვა სხეულისა, თლიანად სხეულისა, საზრდელია სულისა. ესე იგი, ჩვენი სხეული როცა მარხულობს, ამით იკვებება ჩვენი სული. მოდი ახლა ამას ცოტათი განვავრცობ, რომ ცოტა გავამარტივოთ უფრო. ადამიანის სხეულისა და სულისაგან შედგება. სხეულში რდება მატერია არის სხეული და სხეულში რდება მატერიალური კვება, სხეულში რდება მატერიალური, ესე რომ ვთქვათ, ჟანგბადი, რომ მან იარსებოს. და ჩვენი სხეული არსებობიდან სიცოცხლეში გადადის, ან არსებობასთან ერთად ცოცხლობს, როდესაც მისი სულიც იკვებება და მისი სულიც სუნთქავს. ეხლა შეკითხვა ისმის, თუ სული არამატერიალურია, როგორ იკვებება? აი ამით იკვებება. როცა ადამიანის სხეული მარხულობს, მისი სული იკვებება. როდესაც მე თვალდაჭერილი ვარ და არახედავად ბოროტისა. როდესაც დავით მეფსალმუნე ამბობს, დაზდე უფალო საცუი პირსა ჩემსა. ან უფალო ბაგენი ჩემი აღახვინდა პირი ჩემი მთხრობდეს ქებულებასა შენსა. ან როდესაც გული წმინდა დაბადე ჩემთან ღმერთო და სულიწმილი განმიახლე გვამსა ჩემსა. ანუ ხელთა შენთან შექმნეს მე, ანუ სხვა გზათა მშვიდობისათა. ანუ მთელი ჩემი სხეული მობილიზებული მაქვს იმისათვის, რომ ჩემმა სულმა ამით გამოიკვებოს. სულს საჭირდება, მატერიალურ სხეულს მატერიალური საკვები ჭირდება. ესე იგი სულს საჭირდება კვება. კარგი. ეხლა სულს რა ჟანგბადი ჭირდება? სული როგორ სუნთქავს? მამები ამბობენ ლოცვა სულის სუნთქვა. ეხლა შეკითხვა, რა არის ლოცვა? ლოცვა არის ყოველი კეთილი საქმე. ნუ გგონებთ რომ ლოცვა არის მარტო ის ჩვენ რაცა გვაქვს დილის ლოცვები, საღამოს ლოცვები, ან თუნდაც სახარება, ან თუნდაც ბიბლია. რამე თუ საპირწონედ ვიტყვი, როდესაც დამწერლობა არ იყო ეს ხალხი როგორ ლოცულობდა?
როდესაც ბიბლია არ იყო, როდესაც ტექსტობრივი როგორ ლოცულობდა, ყოველივე კეთილი საქმე არის ლოცვა. ამიტომ წერია რომ ნათესავი ესე ბოროტი ცოდვა ვერ განიდევნება, ვერ განიგდება ადამიანის სხეულიდან, გონებიდან, გულიდან გარდა ლოცვისა და მარხვისა. და ეს ამ ეპოქაში კი არ დაიწერა. ამ ეპოქაში ჩვენთვის საცნაური გახდა და ამას აკეთებდა ადამი 60 გარე და მერე სულ ა ブラ ამი, ისააკი, იაკობი, ნოე და ასე მოსე და ყოველი მამამთავარნი, საჯულები და ასე შემდგომ. ანუ როდესაც ადამიანი მარხულობს, უჭმელობა არ არის მარხვა. ეშმაკი საერთოდ არ ჭამს. და არც მღვიძარება არ არის უძილობა, ეშმაკი საერთოდ არ ძინავს. ის მუდმივად ცდილობს რომ ვიღაცა შეაწოდინოს. ანუ როდესაც ჩემი სხეული შეზღუდული მაქვს იმის აბირწონედ რომ ჩემი სული არ დაზიანდეს, ესე იგი მე უკვე მარხულობ. და როდესაც მე შეიძლება ისე მდგომარეობაში ვარ, საერთოდ არ მაქვს ესე რომ თქვა ან დილის ლოცვების წიგნი, ან თან არ მაქვს ისე მდგომარეობაში ვარ, ან ეპისტოლე, ან წმინდა წერილი. რაში შემეწირება ეხა ის დღე დაკარგული მაქვს, შეკითხვა ისმის. აი ადამიანი რომელიც საპყრობილეშია და არა აქვს პირობითა დამისაშველება. როგორ ეხა უფალი იმას დაელოდება, როდის იქიდან გამოვა და წაიკითხავს, არამედ მისი გაღვიძება, სინანული და სურვილი, რომელსაც უფალი ადამიანის სურვილი შეიწირავს, რომ ღმერთო ესენი კარგად მივყობო, ჩვენი ქვეყანა კარგად იყოს, ის უკვე ლოცულობს, ის უკვე ღმერთთან ერთობაშია, მისი ცხოვრების წესით რაც შეუძლია. ჩვენ მის გარეთ, საქმით. თუ წიგნია მარტო ლოცვა, ამას წავიკითხავ და დამთავრდა ყველაფერი. მთელი დანარჩენი ის 12, 14, 20 საათი ადამიანის საზოგადოებაში როა, იქ რა უნდა ვქნათ? თავაზიანობა, შენდობა, თანადგომა, სიყვარული, მოკითხვა, ეს ყველაფერი არის ლოცვა. ფაქტობრივად ჩვენ ვლოცულობთ სულ. და თუ ტექსტზე ვიტყვით ლოცვა, მაშინ მის თანხმედრაში უნდა იყოს ჩვენი საქმეები. აი მე ესე მიმართავ მრევლს, რომ დილის ლოცვების წერია ესეთი სიტყვები. აცხოვნე უფალო და შეიწყალე უარი მწყობელი მართლმადიდებლი სარწმუნოებისანი, ჭეშმარიტები და გზათა შესწომილი, წარწმენელთა წვალებადაგან დაბნეული, მოაქციეგენ ისინი მებედრებით. და თუ ამას დილით ევედრები და გამოხვალ საზოგადოებაში, ეხო საქმეში უნდა გამოავლინო. რა თქმა უნდა. აბა როგორი ლოცვა იქნება ეს? რა ისარგებელა არს თუ შენი ბაგეები აშენებენ და შენი გული და საქმეები ანგრევენ. ანუ მე დილით ვევედრები მეზობლისთვის, ნათესავისთვის, იმ ურჯოლოსთვის, იმ ურწმუნოსთვის და გამოვედი და ვამბობ ეს ასეთია და ვარ განგითხვაში. მე შემეწირა ის დილის ლოცვა არავითარ შემთხვევაში. მე დილის ლოცვა წავიკითხე. მაგრამ შემეწირება მისი აღსრულება და მისი გამოვლინება. სახარებაის ხო წერია, არა ყოველმან რომელმან თქვას მე, ჰე უფალო, ცხონდეს და შევიდეს სასופველოსათაც და არამედ რომელმან ისმინოს და აღასრულოს. ნახე რა საოცრება, არა მარტო უნდა ისმინო, უნდა აღასრულო ეს, რითაც შენ უნდა ცხონდე. გამომდინარე აქედან მარხვა არის, როდესაც ადამიანი საკუთარ სულზე ზრუნავს. 10 მცნება ყველასათვის ცნობილია და როდესაც ჭაბუკი სახარებისეული მაცხოვართან დიალოგი არის, რა გავაკეთო უფალო რომ ცხონდე. რა უნდა გავაკეთო ამაში და უფალი ეუბნება პირველი ღვთის სიყვარული, გონებით, გულით, ნებით, საქმით, სურვილით, ყველაფრით და მეორე მოყვასი სიყვარული. და ვინ არის მოყვასი? ვისაც სამყაროში ხედავ. სასიყვარულო არ არის შეიძლება მათი ქმედებები და მოსაწონი, მაგრამ თვითონ პიროვნება, თვითონ ხო ღვთის ხატად არის შექმნილი. ჩვენ უნდა მოვიძულოთ მისი ცოდვები და უნდა გვეცოდებოდეს და გვებრალებოდეს თუ ჩვენ ცხონების გზაზე ვდგავართ და თუ გვინდა ვიაროთ. პავლე მოციქული ამბობს აუზარ სიტყვებს, რომ უკვე თუ შენ ძმა რომელიმე, ანუ მოყვაზი მაქვს საუბარი, არ ამბობს ის დედა, მამა, მართლმადიდებელი, არ ამბობს ის შენი ოჯახის წევრი ან შენი კეთილმწყობელი, ნებისმიერი ადამიანი, ნახო, რომელიმე ცოდვასა შინა, მიდი და სიყვარულით და დიდითა შენი დაამხილე იგი. რა საოცრება ეს სულ მაინტერესებს ციტატა. კი არ კითხულობს პავლე მოციქული, შენ გააქვს ეგ სიყვარული? ამას კი არ კითხულობს. შენ თუ მართლმადიდებელი ხარ, შენ თუ ამხსერებელი ხარ, შენ თუ მაზიარებელი ხარ, ამის გარეშე როგორ ხარ? ეს ისედაც უნდა გქონდეს. ამიტომ გავალდებულებს მიდი და ამხილე. ჩვენ სიყვარული თუ ამოვიღეთ, აგვშა მარტო მხილება. რას დღეს სამწუხაროდ გამოდის ეს ასეთია. ეს უკვე განკითხვა. და ძველ ქართულად განკითხვა ნიშნავდა და მხილება ნიშნავდა მისვლას. ძმაო, ეს ასე ხომ არ ჯობია. მოდი მე ამაში ესე დაგეხმარები. იმიტომ მე მეწოდები, მე მებრალები რომ შენ იმ გზაზე არ მიდიხარ, სადაც რომელიც ქრისტესთან მიდის. სადაც ქრისტე გელოდება და მე ჩემი რწმენიდან გამომდინარე ვიცი ეს გზა რამდენად კბილია და შენც მინდა გაგიზიარო. რა თქმა უნდა. ძმური სიყვარულით და არა ნიშნის მოგებით და გამოჭერით, რომ აი გამოგიჭირე მე შენ. მაცხოვარი იყო, 99 დაუტოვე და ერთის გადასარჩენად.
ის 99 თუ არის შენი მრევლი და შენი ოჯახის წევრები, იმ ერთის გადასარჩენად უნდა წახვიდე. ეს არის სულის დადება მოყვასისათვის, რომ მე ის გადავარჩინო. ეს არის ნამდვილი ადამიანობა და ვაჟკაცობას და უმთავრესი კიდე ქრისტიანობა. დაცემულის წამოყენება ყველაზე მთავარი. რასაც უფალი ამბობს, მოვედი არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდულთა სინას. რა თქმა უნდა. აღდგომად დაცემად და აი რას ამბობს უფალი რომ შენ ამისთვის ხარ რომ რაღაცა გააკეთო ამ სამყაროში და ჩვენ მას უნდა ვეცადოთ. აი ეს არის პირველი მარხვა. ეხლა რაც შეეხება კვებით მარხვას, ეს დედა ეკლესიამ დააწესა იმისათვის რომ დამხმარე საშუალება გქონდეს ადამიანს რომ სწორედ ჩვენი გემოთმოყვარეობის თავშეკავება ვისწავლოთ. როდესაც ადამიანის სხეულშია ნებისმიერი საკვები გულისხმობ ხარ რაც არაზიანებს ადამიანს მას აკმაყოფილებს. ჩვენი გემოთმოყვარეობის ეს პირის ღუში არის ყველაზე მთავარი პრობლემა და თვალი. რომ აი ეს მინდა. როცა გადაყლავავ და მიირთმევ, იქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს რა მიირთვი. მისთვის ორივე შემთხვევაში გეუბნება მადლობას. ამიტომ მე მარხვა მეხმარება და მაძლევს იმის საშუალებას რომ თავშეკავება ვისწავლო. და ამ მარხვაში მე თუ გემოთმოყვარეობის თავშეკავებას ვისწავლე, აუცილებლად ეს იქნება პირველი საფეხური იმისა, მე მეორეზე ავიდე. გამომდინარე აქედან ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ შეიძლება ადამიანი მარხულობდეს, სამარხოს იღებდეს, მაგრამ გემოთმოყვარეობაში ვარდებოდეს. შეიძლება არასამარხო საკვები მიიღო, მაგრამ უზომოდ მიიღო. საკუთარ სხეულს აზიანებს უზომო მიღება. აი ჩართვას გავაკეთებ, ღვინო ახარებს გულსა კაცისასა. და ეს როგორ ვიყვართ ჩვენ განსაკუთრებით ქართველებს. მაგრამ იქ რა წერია, ნუ დაითვრები ღვინითა რომელსაგან არ სიბილწე. რამე თუ მთვრალი ადამიანი არის, შეიძლება უფრო ფიცხი, კეკლუცი, თავშეუკავებელი და ასე შემდგომ. და როცა ადამიანი სათამაშო, როგორც მისი ადვილად მართველი მერე. როცა ადამიანი ოდნავ ნასვამია, მას მხოლოდ ხიარულება, ცეკვა და სიმღერა უყვარს და აი ესე იყავითო. ამიტომ აკურთხა უფალმან კანას გალილეაში აღასრულა პირველი სასწაული და წყალი ღვინოდი. იმისათვის კი რომ ადამიანი დამთვალიყვნენ. არამედ ესეთი განწყობის ატმოსფერო შეექმნათ მანდ. ეხლა რაც შეეხება ასაკთან მიმართებაში, აი სწავლებაში არის ესეთი რაღაცა. ჩვენ მართლმადიდებლები სულ მარხულობთ. ჩვენ აქ ეს გრაფიკულად დიდ მარხვები დაწესებული გვაქვს კვები თავშეკავები, თორე რაც არის სულიერი მარხვა ჩვენთვის სულ მარხვა. ჩვენთვის მართლმადიდებლისათვის სულ არის დიდი პარასკევი. ჩვენ სულ გვახსოვს საიდუმლო სერობა. და მთლიანობაში გვირგვინად ჩვენ სულ აღდგომით ვართ. ანუ ეს უცვალებელია, ეს კალენდარში იმიტომ დაწესდა განსაკუთრებული პატივა და აღნიშნოთ ეს დღეები, სინანულითაც, წუხარებითაც, სრემლითაც, დარდითაც, ლოცვითაც და ასე შემდგომ. მაგრამ ჩვენ ხო სულ მარხულობთ თვალით, სხეულით და ასე შემდგომ. ეხლა რა შეეხება კვებით მარხვას, ეხლა პირველი რომ თავში ვიტყვი ესეთ რაღაცას, მე მიმართავ ესე ჩემს სულიერ შვილებს. იმარხულეთ სინდისით. ადამიანებს ნუ შეჭამთ, ესე ვეუბნები. მათ მიეცით სათნოებები საკვებად და მათ სათნოებებს თქვენ ნუ გამოიყენებთ, ესე რომ ვთქვათ, საკვებად. ნუ დაამწუხრებთ, ნუ დაამძიმებთ, ნუ შეურაცხყოფთ, აბუჩად ნუ აიგდებთ, ნუ დაამცირებთ, ნუ დაჩაგრავთ და ასე შემდგომ. და რა შეეხება კვებას, სინდისით უნდა იმარხულოს ადამიანმა. პირველი, როცა ადამიანი უზრუნველობაშია და მის სხეულს ჭირდება სწორედ ის საკვები მისი ჯანმრთელობისათვის, მან უნდა მიიღოს ნებისმიერი არასამარხო საკვები. ჩვენ როდესაც დამსახურები უფალს ვევედრებით, ჯანმრთელობის პარაკლისის ციტატას ამოვიღებთ, რომ აღადგინე იგი უფალო მაქებელად შენდა. ანუ ვევედრებით, რომ ეს ადამიანი გამოაჯანმრთელე, რომ შენ გადიდოს სიმართლე, ჭეშმარიტება და ქრისტიანული ცხოვრება დაიწყოს. გამომდინარე აქედან მისი ჯანმრთელობა თუ სიკეთეს არ მოახმარა, თუ ქრისტიანობას არ მოახმარა, თუ შერიგებას, პატიებას და სულს არ მოახმარა, რას შეჭამს ახლა მაგას რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად? პირველ ჯანსაღად უნდა იკვებოს, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ასე რომ ყველა ადამიანის კიდევ ერთხელ მისი სხეულის სიჯანსაღისთვის, ჯანმრთელობისთვის თუ რომელიმე სხეულის ორგანოს სჭირდება, ეს იქნება სისხლის პრობლემა, იქნება კალციუმის პრობლემა, იქნება არ აქვს მნიშვნელობა. უნდა მიიღოს საკვები არასამარხო და როგორ უნდა მიიღოს? დოზირებულად და ზომირებულად. როგორც წამალი. ჩვენ ხო წამალს ვსვავთ, მაგალითად დღეში ერთხელ ან ორჯერ და ერთ ტაბლეტს. რო დაგვინიშნავს 20 აბს, ექიმი 20-ვეს ერთად ხო არ ვიღებთ. გამომდინარე აქედან იქაც რო თავშეკავება გამოიმუშაოს ადამიანი და აი ამოწმე ძის ნაწარძე მაქვს კურთხევა. მაგრამ
რძის ნაწარმზე კურთხევა არ ნიშნავს, რომ გემოთმოყვარეობაში ჩავარდეთ და აი მაპატიე და მივირთვათ ხაჭაპური. ყველი მიირთვი პურთან ერთად, ჭათთან ერთად, თავშეკავება. დღეს მიირთვი ყველი. ხვალ მიირთვი მხოლოდ რძე. ნუ აურებ ამასაც ერთმანეთში, რომ აქაც წესრიგი მინდა რომ კონდეს. პირადი კანონი ესე დაიდე. კი გაქვს რძის ნაწარმზე კურთხევა, მაგრამ რაღაც სახეობა ორი ამოარჩიე და ისიც მონაცვლეობით მიიღე. და ეს იცოდე, რისთვის იღებ ამას, რომ შენი სხეული ჯანმრთელად იყოს, შენი სული საცხონებლად. ხანდაზმულების უძურებაში მყოფთათვის და ხანდაზმულებისათვის ვამბობთ ამას. მეორე არიან მიდგომილები. აქაც იგივე სიტყვი. თუმცა მიდგომილებს შეუძლიათ რაღაცა განუწესონ საკუთარ თავს. აი წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაში არისო დედაო მისიო ნონა ოთხშაბათი და პარასკევი მარხულობდაო და დედირძეს არ იღებდაო აი სწავლობას წერე სიმბოლოდ. ანუ იმათაც პირველ რიგში შვილს ჩასახვისთანავე ასწავლონ ღვთისდიდება, გალობა, სიმღერა, თავაზიანობა, განწყობა, სიხარული, სამშობლოს სიყვარული, ყველაფერი თვალით, ყურით ეს ამით გამოკვებონ. და იქაც ასწავლონ თავშეკავება. ეხლა მე მიდგომილი ვარ და ყველაფერი ყველგან ჭამო, იქაც არ არის მიზანშეწონილი. მის ჯანმრთელობას რა თქმა უნდა უფრო მეტი ესე რომ თქვა დასაშვებად მისაღები არის. ბავშვები და სკოლის ადამიანები. მე ხა გულწრფელად გეტყვით, ერთ სკოლაში ვასწავლით 13 წელია და აი დავკვირებულო რამ მდგომარეობას. აი ბავშვები რომელიც არიან სატრებოზოში შევლენ, საუბარი არის ახლა პირობითად 7 წლის ბავშვი, 8 წლის ბავშვი, 9 წლის ბავშვი, 4 წლის ბავშვი, 6 წლის, 12 წლის თქვა, 13 წლის თქვა. ჯერ საერთოდ შეიძლება ახალი დაწყებულად ეკლესიური ცხოვრება. ეს არ ჭამო, ეს არ ჭამო, ეს არ ჭამო. როგორი დარდი, მწუხარება და სევდას გამოხატავს, როდესაც მის თანაკლასელებთან ერთად ყველა იყიდის რაღაცა მაგალითად ლამაზი არის პირობითად არაჯანსაღი შეიძლება იყოს რაღაცა ის ბურგერი ან პიცა, ამასაც უნდა. ჯერ ბავშვია, ჯერ მოწონს. რა ხნას ეხლა ამან? მამაო მითხრა არ შეიძლებაო. ღმერთს მე ხო უყვარვარ. ეხლა ეს რომ მინდა ძალიან ამით რა მოხდება? ამიტომ ჯერ პირველ რიგში ჩვენ ადამიანებს მთლიანობაში ყველას უნდა ვასწავლოთ ღვთის სიყვარული და მერე უნდა ვასწავლოთ მარხვა. ჯერ ადამიანს უნდა ასწავლო რა არის მარხვა და რატო უნდა გააკეთოს ეს და რატო არა და არა იცი რა შენ დილისოცები წაიგითხე, იმარხულე. რატო უნდა წაიგითხო დილისოცები? ადამიანი აღსარებას რომ აბარებს, რატომ უნდა ჩააბაროს მოზღვარს აღსარება? რატო უნდა იაროს ეკლესიაში? აი ესენი რაც უფრო იცის, მე უფრო უკეთესად აკეთებს, უფრო მონდომებულად. და ასე უნდა აღარ არის. რა თქმა უნდა, კეთილო. აი ესე მიმართავ მაგალითად ძალიან ხშია. და გეუბნები, აი ეს ხილი, პირველ რიგში ვთქვა, აი ავოკადო ვთქვი, ლამაზი ხილი თან ძალიან სასარგებლოა, ყველას ურჩევ ხილი განსაკუთრებით ესეთი. მამაო ნებისმიერ რამე შევჭა მოგონს მომეცი. პირდაპირ დამოკიდებულება. ეხლა ვეუბნები, ეს იცი რა კარგია გულისთვის, სისხლისთვის. ეხლა იმისი დამოკიდებულება. მართლა? უკვე ის მოწონს. უკვე ამას სხვანაირად მიუდგა. უკვე მან სიყვარული გამახატვა. მიუხედავად იმისა, რომ შეჭამოს და მიიღოს. ესე ჩვენ სიყვარული უნდა ვასწავლოთ მოზარდებს ღვთისა და რაღაც დაშვებებზე უნდა წავიდე და მე ვეუბნები, რომ სკოლაში მე ბავშვებს ამ ეტაპზე არ ვამარხულებ, თუ ეხლა არ არის ის 3-4 წელი ტაძარში არ დადის და არ არის 17-16 წლის მე დამამთავრებელ ასაკში. როგორც ვიცი, წმინდა მამე ნიკოდიმოს თაწმინდელის წერში 14 წლის ასაკიდან, ასე ვთქვათ, შეიძლება უკვე მივაჩვიოთ, აი ძალიან ძლიერი ასაკში არ არის სწორი. რა თქმა უნდა, არა დავაწყებინოთ, არამედ მივაჩვიოთ. მივაჩვიოთ, დიახ, იმიტომ რომ მიეჩვიოს და რაღაცა ნელ-ნელა ასე ვთქვათ, გამოიმუშაოს ეს, ასე ვთქვათ, თვისება არის ეს თუ რაც იგულისხმება ამაში და უფრო მცირე ასაკში, აი ვისაც ამარხულებენ ძირითადად მშობლების იძულებით ხდება ეს. შემდგომ ასეთ ადამიანებს აღარ უნდებათ მარხვა რო იზრდებიან, დაკვირვებული ვარ. ასევე ტაძარში ყოფნა მამა. დიახ, კი. აი ძალი დაყენება 2 საათნახევარი უნდა იდგეს. როგორ უნდა იდგეს? ბავშვი დაიღალა, გაუგია რომ უფალი კარგია და თვითონ რო იღლება, ვერ ხვდება, ჯერ არა აქვს სიყვარული. უბრალოდ იცის რომ უფლის გამო უნდა იდგეს და ჯერ სიყვარულს როცა ვასწავლეთ, მე ის დადგება. აუცილებლად დადგება. აუცილებლად იმარხულებს. და ვინც დღეს გიჭირავს, მართვალი ჩაუგდოთ და მე თვითონ გაიკლევს გზას. ძალის რო გიჭირავს, ის რომ გაიზრდება, თავარია. გაიქცევა აუცილებლად. ასე რომ ცოტა ხნით მოიყვანე, დაიღლება, გარეთ გაიყვანე, მე ისევ შემოიყვანე, თავარი არ იხმაუროს, ზეთი იცხოს, სახარებას მოусმინოს, სახში ასწავლე ღვთის სიყვარული და არა მარტო ტაძარში დააყენე ჩუმად 2 საათი. ურთიერთობა გჭირდება ჩვენ ასე ბავშვებთან. გამომდინარე აქედან მამაო ასაკში ასე რომ ბავშვებს და სამსახურში მყოფ ადამიანებს, ვინც თვითონ ვერ წყვიტავს, კვებას, მუშაობს ზოგი 12 საათი
ზოგი 14 საათი, ზოგი 10 საათი და მასზე არ არის დამოკიდებული დღეს მისი უფროსი რას მოუტან საკვებს. ასევე ადამიანი როდესაც გზავრობაში იმყოფება, არ გულისხმობ ახლა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქ საქართველოში გადაადგილდება. ძირითადად გულისხმობ, როდესაც ადამიანი სხვა ქვეყანაში მიდის, სადაც პრობლემურია პირობითად მარხვის შენახვა, მაგალითად რამოდენიმე დღეზე მაქვს საუბარი. აი ეს მთლიანობაში და ბოლოს ჯარისკაცები. ადამიანი შენ სამშობლო სიცოცხლის ფასად იცავს და იქ როდესაც ამის საშუალება არ არის, ეუბნები რომ ესე იმარხულე. აი კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას ამბობს დედა ეკლესია, ამას ამბობენ გამოცდილი მამები და ეს ასაკის დადგენა, როდესაც ჩვენმა წინაპრებმა ნამდვილმა როგორც თქვენ ახსენეთ, მამაო, ჩვენი შვილები დაბადებიდან იზრდებოდნენ მაშინ ეკლესიაში და ის 14 წელი და 12 წელი აღსარების ასაკი იყო. დღეს ახლა ადამიანი 17 წლის რომ მოვა, იმას პირდაპირ ვერ დაუნიშნავ, ვერც ლოცვას, ვერც მარხვას, ვერც ახარების წაკითხვას. ამიტომ ის შეიძლება ინდივიდუალურია. დაუნიშნე აღარც მოვა მეორედ. ზოგი ისე მძიმდება ახლა ყველაფერს ერთად რომ სიყვარული და ინდივიდუალური დამოკიდებულება განსაზღვრავს მარხვის დაწესებას, სახარების კითხვასაც, ლოცვასაც და ასე შემდეგ. ზომიერად ნელ-ნელა უნდა თქო უნდა, გავაზარდოთ სიყვარულს რომ აჩვენებს, მე უფრო მოშურნეები ხდებიან, მე უფრო მეტი უნდათ. მე უფრო თვითონ მოუნდება უკვე. ეს მადლი შვება ამას, სიყვარული შვება ამას. მე უფრო მისთვის საკრალურია. კი. აი მისთვის უფრო ეს დამოკიდებულება ხდება ძალიან თბილი. აი, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ხო ყველას გული ხდება რომ გარდაიცვლება, მაგრამ ჩვენი ნაცნობი როცა გარდაიცვლება და გვახსენდება მისი კეთილი საქმეები მასთან ურთიერთობები და უფრო გულდასაწყვეტია. ყველას გვიყვარს პატარები, მაგრამ საკუთარი ხო უფრო სხვანაირად გვიყვარს. ესეა, ადამიანს უყვარს ღმერთი, მაგრამ ეს გაუგია და ღმერთის სიყვარულის საშუალებები თუ დაამძიმე, მაშინ შეიძლება უკვე ვეღარ განუვითარო მას ის ყველაზე მთავარი რაც მას სჭირდება. ღვთის შემეცნება. კეთილი, მამაო, Facebook კითხვებს გავაგზელებ, გადავალ უფრო სწორად. დაგვეგროვდა საკმაოდ ბევრი და გიორგი გვწერს ასეთ კითხვას, რომ რატომ არის რომ ხშირ შემთხვევაში კეთილ ადამიანს ამ ცხოვრებაში ხელი არ ემართება, ხოლო ბოროტ ადამიანს ბევრ რამეში უმართლებს და საქმე კარგად მისდის, ხოლო კეთილს შეიძლება პირიქით ცუდად წაუვიდეს საქმეო. გიორგის მადლობა შეკითხვისთვის. აი საოცარი შეკითხვა ესე იწყება, რატომ არის რომ კეთილ ადამიანს? ქრისტიანობაში მე აღარ არის უკვე საინტერესო ის. შენ ადამიანი თუ ხარ კეთილი. შენ ნეტარმყოფობა დედამიწაზე თუ გვაქვს? დამთავრდა. ხოლო პირველი არის სიმდაბლე, ეკლესიაში მომყვანებელი, მეორე არის სიკეთე, ჩვენი განმაპირობებელი ცხონების საშუალება, ანუ აღსავლის კარამდე, ანუ სასუფეველის კარამდე მიმყვანებელი და მესამე არის უკვე ღვთის მოწყალება და სიყვარული, ანუ მაცხონებელი. ამიტომ ამბობს ივანე ნათლისმცემელი, ჯერ შეინანეთ და სინანულის მერე უკვე მაცხონებელი საშუალება უნდა გააკეთოთ. და თუ ადამიანი უკვე კეთილია, დედამიწა არის ბრძოლის ადგილი. და კიდე მორწმუნე ადამიანს ეშმაკი ებრძვის. ურწმუნო ადამიანს ეშმაკი მართავს. ასე რომ კეთილი ადამიანი თუა უბრძოლელად როგორ გაიარო და სწორედ ეს ბრძოლა რომ რაღაცაში ხელი არ მოემართა, მაგრამ თუ ის მინდობილია ღმერთზე, მაშინ ამ კეთილ ადამიანს ესე მიმართავ. მოთმინება იობისი გახსოვს და უფლის აღსასრულიც გახსოვს, ანუ იხილე იობს რა დაემართა და მერე ბოლომდე რო ქრისტესთან იყო იობი და ბოლოს ისევ როგორ აღუდგინა უფალმან. გამომდინარე აქედან ყველა ადამიანს გვაქვს რაღაცა განსასწრელი, ყველა ადამიანს გვაქვს რაღაცა მწუხარება, ყველა ადამიანს გვაქვს რაღაცა პრობლემა, მაგრამ უმადურობაში რომ არ დავჭით, უმადურობიდან რომ ამოვიდეთ, პირველი რაც უნდა გვახსოვდეს, სულ ამას ვამბობ ყველგან და ყოველთვის. შენნაირ მდგომარეობას ადამიანო, საკუთარ თავს მიმართავ. დედამიწაზე მინიმუმ მილიონი ადამიანი ნატრულობს. მამა დავითი რომ არის ისე, მამა გურამი რომ არის ისე, ქეთევანი მარიამი, ნინო დავითი რომ ისე რო ვიყო რა მიჭირს. თუნდაც ამ წუთას და ამ წამს მამაო, ჩვენი ასაკის ადამიანი თვეები და წლებია სარეცელს მიჯაჭულია. საკუთარი სახლი არა აქვს. ჩვენ მადლობა ღმერთს დილით შეიძლება ვისაუზმეთ, ან ვისადილეთ დღეები ადამიანს საკვები არ მიუღია. ჩვენ მეგობრები ახლობელი მომკითხველი ყავს, ზოგს რამდენია რომ ესეთი არ ყავს და ასე შემდგომ. ჩვენ სანოგეშო დედა ეკლესიაში მისვლა შეგვიძლია. ჩვენ სამყაროს ყურებით ვტკბებით, მშობლების, შვილების, მეგობრების, რამდენი ადამიანია საერთოდ ამ სამყაროში არაფერი არ უხილავს. მაშინ უნდა დადუმდე, რა მაქვს სასაუბრო და მადლობა ღმერთო რომ ესი არა ვარ.
და ეხლა შემაძლებენ რომ ვიყო უფრო წინ. და როგორ არის ეს? როდესაც ადამიანი ხორციელად, ანუ მატერიალურად იყურება წინ და სულიერად იყურება უკან, ის ვერაზე სულიერად ვერ გაიზრდება და ყოველთვის იქნება უმადური და უკმაყოფილო მდგომარეობაში, დამწუხრებული. ჩემზე მეტი აქვს, ჩემზე ლამაზია, ჩემზე მდიდარია, ჩემზე წარმატებულია, მაგრამ ეს საერთოდ არ დადის ეკლესიაში, მე ხანდახან დავდივარ. ეს ძალიან ძუნწია, მე ცოტა მაინც რა ესე არ არის ხონება. ეს უნდა შემოვაბრუნოთ. სულიერად უნდა ვიყურო წინ და მატერიალურად უკან. ჩემ ერთ მდგომარეობას ნატრულობს. ჩემ ჯანმრთელობას სხვა ნატრულობს, მე რა მაქვს საწუწუნო. ჩემს ოჯახურ მდგომარეობას რომ მე ეს არ მაქვს სახლია, კარია, ის იმას ნატრულობს. ეხლა მე წინ ვიყურები. აი ნამდვილი მლოცველი, აი ნამდვილი მიმტევებელი, აი ნამდვილი მშვიდი, აი ნამდვილი მეგობარი, თავდაბალი და ასე შემდგომ. მე მეგონა ვინმე რამე ვიყავი, არაფერი არა ვარ. იმას უნდა მეძო. ამიტომ ამბობს უფალი რომ აღიე ჯვარისთვის და შემომიდგემ. ჩვენი ჯვარი უფალმა განგვიწესა ყველას რისის ტარების საშუალება ჩვენ გვაქვს და შესაძლებლობა, მაგრამ მარტო არა, ღმერთით შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელი არის ღვთისა მიერ. ამიტომ რტვენმას არ უნდა მივეცეთ, რომ მე სიკეთე არ უნდა დავკარგო იმის საბირწონედ, რომ აი ის ბოროტიროა და ამას ჩადის უმართლებს. ორი ავაზაკი იყო. ორივე ბრჭყალებში უმართლებდა, მაგრამ ბოლოს ორივე ჯვარზე გაიკრა და ერთმა გამოიყენა გონიერება და ცხონდა. უფალმა დედამიწაზე ორივე საცხონებლად მოიყვანა, მაგრამ მისმა სინანულმა და მე აღიარებამ ღვთისა ერთი გადაარჩინა. ანუ უფალს მიცა საშუალება იმისა, რომ ეს სამართლიანად ცხოვნებულიყო. აქედან გამომდინარე, ჩემო კეთილო, ვინც კითხვა დასვა, ეს კეთილთა ხვედრი არ არის განსასწრებელი და არც ბოროტთა ხვედრი არ არის გამართლება. აი ეს მინდა როდესაც იმ ცოდვილ თუ ბოროტ ადამიანს ჭყალებში ხა ადამიანის საქმეებია ბოროტი პიროვნება ყველა ღვთის ხატია ეს იქნება და მას ადრე თუ გვიან დასაფიქრებლად ექნება რომ მე ესე ცხოვრობდი და არავინ არის ის როგორ როდის მოექცევა როგორც ბოლოს ავაზაკი ყველა წმინდანს აქვს წარსული და ყველა ცოდვილს აქვს მომავალი არავინ არის ის ვინ როგორ მოიქცევა მარია მიგვიტელის ცხოვრებას მოშიშავის ცხოვრებას გავიხსენებ საპირწონედ კიდე იობის ცხოვრებას კეთილი იყო დიდარი იყო ახსავსე იყო ყველაფერი ღმერთს მიუძღვნა და რა დაემართა განულდა მისი ცხოვრება მისი შვილების სიცოცხლე მისი სიმდიდრე მეთიდება მისი პატივი მაგრამ ყველაზე მთავარი ის სიკეთე ქრისტეში მას არ დაუკარგავს და ამიტომ უფალმა აღადგინა მეუტევე უფალს აზრუნვა ისენი ჩემო სიკეთის მკეთებელო და დამწუხრებულო ამ ადამიანო და მან გამოგზარდო შენ კეთილი მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა გისმეთ ეთერში ხართ ისაუბრეთ კითხვა დავსვა დიახ დასვით ისეთ რა როლა პარაკობენი ხა თქვენი ხმა მეორდება და იმიტომ გესმით ლაპარაკი ტელევიზორს დაუწიეთ და ჩვენ გისმეთ პირდაპირ ეთერში ხართ მამაო იცით რა მაინტერესებს როდესაც ოპერაცია კეთდება ხო ადამიანის საერთოდ წინა დღეს როცა ეზიარები და ოპერაცია კეთდება ზიარებიდან ესე იგი არ არის გასული 24 საათი შეიძლება ოპერაციის გაკეთება ამ დროს როდესაც ზიარებიდან არ არის გასული 24 საათი დაახლოებით 22 საათია გასული ზიარებიდან მადლობა კითხვისთვის კეთილი მადლობა კეთილო შეკითხვის დასმისთვის სმენისთვის საოცრად არის ახლა დღევანდელ დღეს შემთხვევით არაფერი არ ხდება ნათლობასთან დაკავშირებით წეგან ვახსენე რომ ერთი გერმანელი მომნათლი და სწორედ დღევანდელ დღეს ტაძარში მოვიდა პიროვნება რომელიც სხვა ეკეთებს ოპერაციას და ისე მძიმე და რთულ ოპერაციას ეკეთებს დღეს მისი პირველი აღსარება იყო ფაქტობრივად და დღეს არა მსახურებულ ტაძარში ეს ანუ წირვა დღეს არ აღევლინებოდა ისე მისმა სინანულით დააჯილდოვა უფალმა მისი ზიარება ზოგადად კეთილო მინდა გითხრათ რომ საერთოდ კავშირი არ არის ზიარებიდან რამოდენიმე წუთი ოპერაციის გაკეთებამდე ანუ როცა ადამიანი ქრისტეს მიმღებელი ხდება და ქრისტეს მატარებელი იმ წუთიდან შეიძლება მასზე თუნდაც ქირურგიული ესე რომ ვთქვა ჩარევა აღევლინოს ანუ არაფერი კავშირი ამას მასთან არ აქვს უფრო მეტიც ყოფილა უამრავი შემთხვევა ჩვენს პრაქტიკაში ადამიანს რომელსაც ოპერაცია ჰქონდა დღის მეორე ნახევარში ჩანიშნული დილით გადაწყვეტა ზიარება მიიღო
და ის ოპერაცია გადაიდო. აი ჩვენს პრაქტიკაში ყოფილა, ჩვენ სულიერ შვილს კენჭის პრობლემა ჰქონდა და აი ექიმმა არ დაიჯერა რომ მან ოპერაცია არ გაიკეთა წინა დღეს. ან არ დაიშალა. ანუ იმდენად რა თქმა უნდა ეხა სინანული ყველაფერს არ ხოცავს, მაგრამ ღვთის ძალა როგორ გამოვლინდება ეცით ადამიანზე, რომ ეს კი არ არის ხა მე ვეზიარები და კარგად გავხდები არა. ანუ 24 საათია რა შუაში, რატომ? რატომ აინამეც 24 სიტყვაზე? 22 რო იყოს რა დაუშვოთ? ან 12 საათი რო იყოს. ის ხომ განიწოვება ასე ვთქვათ. თქმა უნდა, აი ზუსტად თქვენ სწორად შეეხეთ, როგორც აი მინდოდა პარალელი გამერულ ნათლობასთან დაკავშირებით. ადრე ხომ იყო ეს მერვე დღის განბანვა და დღევანდელ დღეს როცა ადამიანს მირონი ეცხება ახალ მონათლულს, მერე ხომ უდელი მას იქვე განბანს და განიბანების, განიწმინდების და ნათელიღებს და ასე შემდგომ. ანუ უკვე მისი დაბანვაც შეიძლება, მით უმეტეს ჩვილის ახლა როგორ ბავშვია პატარა, უნდა მოაწესრიგო. აქედან გამომდინარე ეს რაღაცა ცოტა ხალხური ტრადიციები, რომ იმ დღეს ბავშვი არ უნდა დაბანო და ორი დღე არ უნდა დაბანო, ან ზეც რო იწყებს ადამიანი და იმ საღამოს დაბანვა არ შეიძლება, თუ ეს ზეთი საკრალურია, მაშინ შეიძლება ეს სასტუმალს ეცხოს. მაშინ როგორ ის საერთოდ სარეცხ მანქანაში უნდა შეხვდა გავრიცხო და აბა როგორ. ასე რომ იმ ბავშვის რა თქმა უნდა დაბანვა შეიძლება, მოწესრიგება შეიძლება, ჰიგიენა აღმატებულია და ზიარებისთანავე კიდევ ხას უსვავ. ნებისმიერ ზიარებისთანავე შეიძლება ადამიანზე რამოდენიმე წუთში აღევლინოს, ესე რომ ვთქვათ, მედიკამენტური საშუალება. თუნდაც წამალი დალიოს. ან ზიარებამდე მიიღოს წამალი. აი ეს ამას მარხვაში არ შევხედავ, რომ ადამიანი შეუძლია რომ ზიარებამდე მიიღოს წამალი, თუ ეს აუცილებელია მის ხოვლისთვის. თუ ადამიანი რაღაც სასწაული დაემართა ზიარების მოლოდინში. ეხლა ამას რწმენასთან ვერ დაკავშირებთ. ეს ჩვენ ხო ვიხმარებთ მედიცინას. ძალვა ქონდეს ზიარების მიმართ და ის წამალი თუ მას ჭირდება, უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა მიიღოს, მამა. ის წამალი იმიტომ ჭირდება მას, რომ სწორედ ეზიაროს. თუ არ მიიღოს წამალი, ცუდად გახდა შეიძლება ვერც ეზიაროს. ანუ ლიდიკურ მსახურებაში მონაწილეობა ვერ მიიღოს. კეთილი გავაგზავნოთ მამაო ჩვენი კითხვები. გიორგი გვწერს ესე იგი, რამდენად ახლოს არის მეორედ მოსვლა და რა დააჩქარებს მასო? კეთილი, მადლობა გიორგის შეკითხვისათვის. ჩვენ იმდენად ვაუბრალოებთ ჩვენი ცხოვრების ყოველ წუთს და წამს და გაუბრალოებაში ვგულისხმობ, რომ ადამიანს გარდაცვალების მოლოდინი და შიში და განცდა ნაკლებად გვაქვს. დიახ. მამები ამბობენ, ყოველი ამოსუნთქვა მეორედ მოსვლის წინა წამია. ერთ-ერთ მამასთან მაქვს აკითხული ესეთი რამე, რომ აი იმდენად მეშვეული ხარ ცხოვრებაზე და მყოფობასო, რომ დაიძინებო მაღვიძარას დააყენებ, რომ დილით გაგაღვიძოსო და გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება შენ ვერ გამორთო ის მაღვიძარაო. ზოგადად რა არის მეორედ მოსვლა? ეხლა სწავლებით ვიცით რა არის მეორედ მოსვლა. მაგრამ მამათა სწავლება უფრო ამას კარგად ჩაგვიშლის, რომ მარტივად გამიგოთ, შენ მიდიხარ იქით უფალთან, შენი გარდაცვალება არის მეორედ მოსვლა. ანუ სამყაროს განკითხვა, როგორც ცოცხალთა, ასევე აღსრულებულთა. და ის მეორედ მოსვლისას კაცობრიობის ნაწილი, ვინ ცოცხალი იქნება, სიცოცხლეშივე განიკითხება ღვთის წინაშე, ვინც აღსრულებული იქნება, ისინიც განიკითხებიან. მაგრამ თუ მე აღვესრულე, იმ მეორედ მოსვლას კი არ ველოდები დედამიწაზე, არამედ მე უკვე წავდგები ღვთის წინაშე. რომ მთლიანობაში მეორედ მოსვლა არის ადამიანის წარდგომა ღვთის წინაშე მის განსაკითხველად. და როდესაც სამყაროში აღესრულება მეორედ მოსვლა, ეს კიდევ ერთხელ საბოლოოდ იქნება როგორც ცოცხალთა, ასევე აღსრულებულთა კიდევ ერთი განკითხვა. ადამიანი ამას აჩქარებს პირველ რიგში მისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით. ეხლა არავინ არ ვიცით, როდის მოხდება ჯვარიგვწერია ყველა სტიქიური უბედურების შემთხვევა. მაგრამ როცა ადამიანი მიდრეკილია ესეთი ცოდვებისაკენ, დანაშაულებისაკენ, რომელმაც შეიძლება მას სიცოცხლე მოუსწრაფოს, მხოლოდ და მხოლოდ ეს აჩქარებს ადამიანის წარდგომას ღვთის წინაშე, ანუ მის აღსრულებას. კი ბატონო. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესე იგი, დავითი გვწერს, ქალბატონი, რომელიც ოჯახს შექმნის და ბავშვის გაჩენისგან თავს იკავებს შეგნებულად. ეს საქციელი ცოდვა არისო? თუ შეიძლება რომ აგვიხსნათ. ზოგადად შემოკეთილებო, სიცოცხლის ამ ქვეყანაზე მოვლინებისაგან თავის შეკავება, ეს ახლა არა მარტო ცოდვაა, ვინც ცოდვის სახეობები და რაობები არის, ეს დანაშაულიც არის. ესე შეკითხვას დაუსვევ ესეთ ადამიანს. თვითონ რომ მოევლინა ამ ქვეყანაზე თუ აკმაყოფილი. იგივე მდგომარეობა მასზე რო აღსრულებულიყო,
წარმოიდგინე, რამდენი ბედნიერება განიცადა ამ ადამიანმა. მშობლები ნახა, სამყარო ნახა, მეუღლე ნახა, ან მანამდე შვილი ყოლია და ასე შემდგომ. მეგობრები ნახა, უამრავი პეიზაჟი ნახა, ბუნებით კვებოდა. შეკითხვას ეს რო არაფერი რო არ გენახა, როგორი იქნებოდა? ამიტომ მიეცი სხვასაც ამის დანახვის საშუალება. ღმერთი არის სისავსე სიყვარულისა და მან ეს თვითონ არ დაიტოვა, ამიტომ შექმნა სამყარო, რომ ამ სიყვარულის მატარებელი და გამცდელი კაცობრიობა შექმნა ამ სამყაროში და შენ გააქვს იმის საშუალება, რომ ამ სამყაროს მოუვლინო ისეთი ადამიანი, რომელიც ჯერ არ იცი ვინ და როგორი იქნება, მაგრამ ამის მხილველი მაინც იქნება. შენ ფაქტობრივად გააძლევს ამის საშუალება ღმერთი და შენ მას საკუთარ თავს უგზალავ. და ზოგადად როცა ოჯახის შექმნის ერთადერთი მიზეზი უმთავრესი არის ნაყოფიერება და გაბევრება და გამრავლება. ეს იაკურთხა უფალმა. იმრავლე და ინაყოფიერე და აღავსეთ ქვეყანა. კი ბატონო. და თუ მორწმუნეა და ამხსარებლობაა და ცხონების სრული აქვს, მაშინ ამ კურთხევას ეწინააღმდეგება. და თუ სამწუხაროდ არ არის ჯერ სარწმუნოების წიაღში, მაშინ მინიმუმ აშავებს, ადამიანურად აშავებს. მიეცი ამის საშუალება. არავითარი გაჭირვება და პრობლემა მას წინ არ უდგას. ჩვენ შეიძლება ეხლა ისეთი ცხოვრება შეხედეთ ველიშროშანებს, როგორ ჟურნალს უფალი მაზზე, არსა კიან და არსა თესვიან. ამოდიან სადღაც ტყეში და როგორი ლამაზები და სტურნელობნები არიან. და რას ამბობს უფალი? თუ იმაზრე ზრუნავს ღმერთი, შენ შვილზე როგორ არ იზრუნებს, რომელიც ღვთის ხადად ამ ქვეყანაზე მოევლინება, ღმერთი დაგიტოვებს იმას შენ მშიერი და ან მრავალწერტილი ასე შემდგომ. ასე რომ თუ ერთი ადამიანის გადარჩენისათვის სულს დადებს ადამიანი და ცხონდება, ერთი შვილის მოვლენისთვის კიდევ უფრო მეტი მადლი მიეცემა ადამიანს. განსაკუთრებით დედებზე ხო ანათქვამი, შვილთა სხმით ცხონდებიან დედები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო შვილებს გავაჩინებ ცხონდები. არა, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საშუალება, რომ შენ სიცოცხლე ამ ქვეყანაზე მოვავლინე და უარი არ თქვი. და მე ისა თქმა უნდა აღზარდო და მის სულზე უნდა იზრუნო. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? მოგესალმებით. გაღამშვიდობისა. ასეთი შეკითხვა მაქვს ერთი და ორი. ჩემი კორპუსი მდებარეობს ისე, რომ ფანჯრიდან ხედა სკოლას. მართალია სკოლასა და ჩვენ შორის არის დიდი 2 მეტრიანი ბეტონის კედელი, მაგრამ დილით 8 საათისთვის რამდენიმე მოსწავლე 5 ან 6 მოდის 8 საათისთვის ეტყობა სანამ გაკვეთილები დაიწყება და ეწევიან სიგარეტს. და მეწოდება მათი პატრონები, რომ ეს ბავშვები ჩადიან დანაშაულს. და ვფიქრობ ხოლმე, რომ მივიდეს სკოლაში და გავაფრთხილო მასწავლებელი. ეს მეწოდვად ჩამეთვლება? მადლობა კითხვისთვის. კეთილი, მადლობა თქვენ კითხვისთვის, კეთილო. თქვენ ახსენეთ, რომ თქვენსა და სკოლას შორის არის კედელი და ეს ბავშვები გადმოდიან ამ კედლის გადმოყვან და ეწევიან სიგარეტს. და ხედავს ეს ადამიანი ამ ბავშვების ნაკლოვანებას და სისუსტეს. და მან გადაწყვიტა, რომ მივიდე სკოლაში. მე ესე ვეთქვი მას, ამ სკოლამდე მან ეს ბავშვები უნდა გაიაროს. მოდი ჯერ ამ ბავშვებთან მივიდეს. როგორც დედა შვილებთან მივა. შემთხვევით გაიაროს, თვითონ რაღაცა უნდა მას იქ დაინახოს. ზოგადად საუბარი წამოიწყოს, რომელ კლასელები არიან, რომელიმე სპორტზე თუ დადიან. ღმერთი, აი ესე ამბობენ, რომ ნუ ზრუნავთ რასა იტყოდეთ, მე მოგცე თქვენ მაშინ პირი და სიბრძნე. გამომდინარე აქედან, თუ გინდა ამ ადამიანის გადარჩენა, ჯერ ადამიანთან მიდი და მას შეეწიე. შეიძლება იმ სკოლაში მისვლა, ეხა ეს კანონმდებლობით, ხო, ცოტა ისეთი ნაბიჯები გადმოიდგას, ან მშობლის მიმართ, ან სკოლის მიმართ, ან სიმკაცრე, უფრო დამძიმდნენ ეს ბავშვები და ასე შემდგომ. აყურე როგორც წეგან ვახსენეთ, მიდი და სიყვარული და დიდაშენ და ამხილე იგი. უთხარი, დედაშვილურად და თუ თქვენი გულიდან წამოსული სიყვარულით, სწორედ მზრუნველობით ქმედება, სიტყვა და საქმე აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს. ვიდრე პირდაპირ მიხვიდეთ, მე ეს ბავშვები ადგებიან და სხვაგან დაიწყებენ მოწევას. იმიტომ რომ ჩვენ ადგილმდებარეობა აღუკვეთეთ და არა სწავლება არ მივეცით იმისა, რომ მე ძალიან ცუდია. ასე რომ კეთილო, სანამ სკოლამდე მიხვალთ, ჯერ ის ბავშვები უნდა გაიაროთ
მე ურჩევდი რომ ამ ბავშვებთან მივიდეს ჯერ დედაშვილურად. კეთილი მამაო, მაყურებელია ესეო. გისმენთ? ეთერში ხართ ისაუბრეთ? პირდაპირ ეთერში ხართ, დასვით. გამარჯობათ მამაო. ერთი შეკითხვა მაქვს. დიახ, მეგუსტელის შესახებ აი რომ მერჩევ და ზოგადად აი ქართველი წმინდანების შესახებ, აი წმინდა გიორგის, წმინდა ბარბარეს ცხოვრების შესახებ მინდა წავიკითხო და აი რას მერჩევთ? რომელ წიგნებს ვიკავით? კეთილი, მადლობთ. წმინდანთა ცხოვრების კრებულები არის, ტომები არის და უამრავი კეთილო არის ესეთი წიგნი წმინდათა ცხოვრება. თუ წიგნზე ხელი ვერ მიგიწვდება, არის ამის მედია საშუალებები, ინტერნეტ საშუალებები, შეგიძლიათ ჩაწეროთ. პირველ რიგში ურჩევდი, რომ ვისი სახელიც მას ქვია, მისი წმინდანის შესახებ წაიკითხოს ცხოვრება. ვის ევედრება თავი მის ცხოვრება და ვინ არის მისი ფარველი წმინდანი. არა ფარველი ანგელოზი, არამედ ფარველი წმინდანი. ასე რომ ამას ურჩევდი. და ზოგადად ნებისმიერი ლიტერატურის, რომელიც ადამიანის შემეცნებისთვის, სურვილისთვის მოაქვს სარგებელი, შეიძლება წაიკითხოს. აი ერთი პერიოდი რაღაც ეს რელიგია და სკოლები, მე ესე ვეუბნები ყველას. საქართველოს ისტორია ძირფესვიანად რომ სკოლებში კარგად ისწავლებოდეს, ეს 80% უკვე რელიგია. ჩვენი მეფეების ცხოვრება ესე რომ ჩაშლილი იყოს და დედოფლების და მოღვაწეების, მე შეიძლება რელიგიების ისტორია არც კი შეიტანოს სკოლაში. იმდენად დიდია. კი ბატონო. ჩვენ ბავშვობაში სამწუხაროდ ძალიან მცირე იყო. სოფლიო გარეშე და მე ეხლა კიდე სამწუხაროდ. ასე რომ ფარველი წმინდანიდან დაიწყოს წმინდათა ცხოვრების შემეცნება. და გამოიყენოს უნდა ეცადოს რომ მე მიბაძოს. როცა უფალს თხოვ და ევედრები და თხოვნა არ არის ბოროტი. შეიძლება ის უფალმა არ შეგისრულოსო და თუ არ გვისრულდება ჩვენი თხოვნა, რატომ მოგწერს მარინა? კეთილი. მადლობა მას შეკითხვისთვის და ესე მიმართავ. ნებისმიერი თხოვნა ესე უნდა დავამთავროთ, იყოს არა ჩემი, არამედ ნებაშენი უფალო. და თვითონ სიტყვა თხოვნა უნდა იყოს ჩვენს დამოკიდებულებაში. შეიძლება ხა არ არის ბოროტი, მაგალითად მე უფალო მინდა რაღაცა მატერიალური რაღაცა მქონდეს. ვიღაცას უნდა ეხლა ძალიან მაგარი ავტომობილი ყავდეს. მაგრამ შეიძლება ამ ავტომობილმა მის ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში საზიანო შედეგი მიიღოს. ადამიანმა შეიძლება უფალს ბოროტი არა, სიმდიდრე თხოვოს. კარგი თანამდებობა თხოვოს სამსახური, მაგრამ მისთვის საზიანო და დამაზიანებელი აღმოჩნდეს ეს სიმდიდრე. როგორც ოქრო პირი ამბობს წმინდა მამა იოანე. დიდარი თუ ხარ მევესალმები, მაგრამ ზუნწი თუ ხარ, ამას მოკითხავს უფალი. ასე რომ ჩემო კეთილო, პირველ რიგში არ ვიყოთ მომთხოვნი, არამედ თხოვნელი ვიყოთ და ითხოვდე და მოგეცეს. უფალს არავისთვის არ ენანება. არც ილამაზი, არც ჯანმრთელობა, არც აღკარი, არც და ასე შემდგომ. გვაძლევს იმას, რაც ჩვენს ჯერ სწორად უნდა გამოვიყენოს სული საცხონებლად. აი როგორც მადლი, სული წმინდისა ადამიანებს ეძლევა საზომისებრ მისი კეთილი საქმეების, ანუ ნიჭების. ღმერთმა ეს რომ მომცა მე ჯანსაღი სხეული, აზროვნება და მეტყველება და თუ მე ეს არ გამოვიყენე წასაკითხად, შესამეცნებლად და არ გამოვიყენე სასიკეთოდ, ამაზე მეტი რატომ უნდა მომცეს უფალმა? როცა ამას გამოვიყენებ და გავხარჯავ ბრჭყალებში, მე უფრო მეტი მომეცემა. ასე რომ კეთილი გავაგრძელოთ მამაო ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის, ესე იგი რატომ ნათლავთ ბავშვს მე-40 დღესო? თავად მაცხოვარიც ზრდასრულ ასაკში მოინათლაო და რატომ ჭრიანთ მას ნათლობის დროსო? მადლობა შეკითხვისთვის და ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ძალიან მრავლის მომცვლელი. ძალიან სწორად აღნიშნა, რომ მაცხოვარი ასაკში მოინათლა. და ზოგადად ეს ბოლო საუკუნე შეიძლება ითქვას საუკუნეები ჩვენი ეკლესია აი ამ პრაქტიკას ვიყენებთ ჩულთა მე-40 დღეს ნათლობის, რომელიც წერია სამღვდელო კონდაქტში და არა ესე რომ ვთქვათ სწავლებაში. თუ მაცხოვარმა თავისი მაგალითით მოგცა ისწავლე ჩემგან რამე თუ მშვიდვარ დაბალ გულითა და ასე შემდგომ და თუ პავლე მოციქულმა გვითხრა და გვასწავლა რომ მობაზავ ჩემ და იყვანით ერთსა მე ქრისტესი და ამის საპირწონედ ვიტყვი კიდე ეს კატეხიზაციის სკოლები რატო იყო? შვილებს უტარებდით კატეხიზაციას? როდის ინათლებოდა ადამიანი? ან
ლიტურგიულ მსახურებაში, ჟამის წირვაში, ხო გვაქვს კათაკმეულთა კვერექსი. ვისთვის ვამბობთ ამას? იმ ადამიანებისათვის, ვინც უკვე ეკლესიის წევრები არიან სინანულით და ემზადებიან ისინი ნათლობისათვის. ამიტომ ვამბობთ ნათლგამზადებულთათვის. ძირითადად ეს იყო ნათლისღების დღეს, ქრისტესშობა დღეს, უშუალოდ ჟამისურის პერიოდში ინათლებოდნენ და მერე ესე რომ ვთქვათ ეზიარებოდნენ. ანუ ეკლესიაში მოსული ადამიანი ჯერ განისწავლებოდა მღვდლის მიერ, სასულიერო პირის მიერ და ეს იყო ზოგადად მისი განმანათლებელი, ანუ მისი ნათლია, შემოკლებული ფორმატი, მისთვის ჭეშმარიტების სწავლის მიმწოდებელი და როდესაც ეს მღვდელმსახური უკვე დამაკმაყოფილებლად დარწმუნებული იყო, რომ ამ ადამიანს ჰქონდა უკვე შემეცნება და რწმენა ერთდროულად იმ სიმაღლეზე, რომ უკვე იყო დრო და ჟამი იმისა, რომ მას ნათლიღო, წარუდგენდა ის მღვდელმთავარს, ეს საუკუნეების უკან ესე იყო და უწინ. და ის იღებდა პასუხისმგებლობას ამ ადამიანის ეკლესიაში შემოყვანებისა, როგორც განსწავლული, განათლებული ადამიანი. მერე ინათლებოდა ადამიანი, ნათლს იღებდა ადრე ეპისკოპოსის მიერ, მერე მღვდლების მიერ და მას ყავდა უკვე მიმრქმელი, მიმხუტებელი, როგორც ეგრეთ წოდებულია. ვინც უკვე უშუალოდ ჯერ ერთი დამსწრე იყო, ნებაყოფლობით ეს ადამიანი ინათლება და ამავდროულად ფიცის და პირობის დამდები ღვთის წინაშე, რომ მის სულზე იზრუნებდა. როგორც მატერიაში და სამყაროში ადამიანი იბადება მშობლების სიყვარულის ნაყოფია, დედისა და მამისაგან, ასევე ადამიანი ნათლობისას მეორედ შობა, იმიტომ ქვია, რომ ადამიანი იბადება ქრისტეში. ეკლესიის წევრი ხდება, სულიერი შობა ქვია ამას. და აქაც სჭირდება მათ მშობლები. ამიტომ არის რომ მშობლები უნდა იყოს მამაკაცი და დედაკაცი, რომელიც იღებენ პასუხისმგებლობას მისი სულის გაზრდისადმი და აღზრდისათვის. და გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში უმთავრესი მიზეზი ამისი არის სწავლება, რომ მოუნათლავი რომ აღესრულოს და უკვე მივიდრიგეთ იმისაკენ, რომ დავიწყეთ პატარების, ჩვილების მონათლა. მე-40 დღეს. რატომ მანამდე რომ მოინათლოს, რა არის ამაში დარღვევა, თუნდაც იქ უძურებაში არის, ან შეიძლება დავგეგმოთ. ან რომ მოინათლოს 51 დღეს, ან 65 დღეს. რატომ? პირველ რიგში შიში ისევ და ისევ იმისა, რომ გარდაიცვალოს, უყურეთ? როცა ადამიანი გაუთვისნობიერებლად სხვა შეიძლება ვიღაცას ან აწყენინოს შენდობით ხო ყველაფერი წარიხოცება და როცა ადამიანი გათვისნობიერებულად ელოდება თუნდაც მის წამოზრდას, რომ მასწავლოს, შეამეცნოს და ღმერთთან მართალია უფალო ამაზე ვდი იმისათვის და ჯერ არ ვნათლავ, რომ მინდა ჭეშმარიტება შევამეცნო, მინდა რომ თვითონ ნებაყოფლობით და გადაწყვეტილებით სიყვარულით მიიღოს ქრისტეს ნათლობა, მინიმუმ მეტყველებდეს და უფალო შეგვიწყალეთ თქვას, მინიმუმ პირჯვარი გადაიწეროს, მინიმუმ მამაო ჩვენო თქვას. შეიძლება თქვა, რომ ესეთი ადამიანი რაღაც შემთხვევის გამო, უბედური შემთხვევის გამო აღესრულება და ჯოჯოხეთში მოხდება? ეს ძალიან სიფრთხილით მე ვფიქრობ, რომ სათქმელი საერთოდ არ არის, მაგრამ ამისი გაბედვას გამამყარებელი ფაქტები ჭირდება, რაც ეკლესიის სწავლებაში ჩვენ ესე რომ ვთქვათ, არა გვაქვს. აქედან გამომდინარე ჩემოკეთილო ესეთი მდგომარეობა არის, რომ არის რაღაცა მიზეზები იმისა, რომ ადამიანი რაღაც ნათლობას გადადებს. არა იმისათვის, რომ მას დიდი ტრაპეზი უნდა გადაიხადოს მან და არა იმისათვის, რომ რაღაცა ისეთი არასაპატიო მიზეზები. და თუ ეს მიზეზები არის პირობითად თქვათ, რომ საპატიო, მაგ შემთხვევაში ეს მისაღებია. მე მაგალითად ამ ეტაპზე ვარ, ესე და ჩემი მაგალითით უყვები ამას უყოლას, რომ აი მამაო შენ მე-40 დღეს პატარა რატო არ მონათლე? ღმერთმა იცის ჩემი მიზეზები და როგორ მე სხვას თუ მე არავის არ ვასწავლე რომ მე-40 დღეს მონათლე. მე პატარას 17 წელი ველოდებოდი და მადლობა ღმერთს რომ ამ ქვეყანაზე მოევლინა. მაქვს მიზეზი რომ მინდა ერთ-ერთ ტაძარში მომნათლო, სადაც ამ ეტაპზე შეუძლებელია. და რაღაც განსაკუთრებულ დროს ველოდები, რომელიც ეგ საკითხი გავიარე მღვდელმსახურთან, მოძღვართან და ვკითხე, ეს ასე, მან მაკურთხა, კი, დამთავრდა, მე ღმერთზე მინდობილი ვარ. ამიტომ გავიდა უკვე მე-4 თვე და უახლოეს პერიოდში კი ვაპირებ, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის რომ მე დავარღვიე, ან ვინმე დაარღვევს თუ მე-40 დღეს არ მონათლავს. და ზოგადად ეს მე შეკვეცა, ეს წარსული ცხოვრების მოკვეცა, წარსული ცხოვრებას დავიდა. და მაშინ ამის მიზეზებზე ჩავეძიოთ. ეს ბერმონაზვნები ხო იკვეცავენ თმას, მას გააზრებული აქვს წარსული ცხოვრების დატოვება. შვილს რა გააზრებული შეკითხოვსო. რომელ წარსულ ცხოვრებაზე ამბობს უარს?
რომელიც ყურება დაუთოვა, როცა ჯერ საერთოდ არ იცი სამყარო რა არის და ნათლობა რა არის. ამიტომ გააზრებული ადამიანი იკვეცავს თმას და ახსენებს, მე ის გიორგი არა ვარ, მე ის დავითი არა ვარ, მე ის თამარი არა ვარ, ვინც აქამდე ესე ვიყავი. მე ქრისტე შევიმოსე. თეთრი სპეტაკი შესამოსელია ჩემი უცოდველობაა. ამიტომ ამას უნდა გაურთხილდე. ნახე, აქ არც ერთი ლაქა არ არის. იმ თმამ წაიღო ბჭყალებში ესე რომ ვთქვა, ეს წარსულ ჩაბარდა. გამომდინარე აქედან თმის შეკვეცა სწორედ აი იმ წარსული ცხოვრების უარყოფას ნიშნავს. კეთილი, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ხო, ესეთი კითხვა არის. თუ ეშმაკი ყველა სარწმუნოებაში ერთია, ღმერთიც ხო ერთია ყველგანო? კეთილი, მადლობა შეკითხვისათვის და რა თქმა უნდა, ღმერთი ერთია. ჩვენ ამას ვასწავლით. სამპიროვანი, მამა, ძე და სულიწმინდა. და ეშმაკი თვითონ არის თავი ცოდვისა. და რა თქმა უნდა, ეს ყველა ადამიანს ებრძვის, კიდე ერთხელ ვამბობ. ყველა სარწმუნოებაში ადამიანი, რომელიც ცოდავს, თავის თავთან არის დამნაშავე. თავის თავთან არის პასუხისმგებელი და მის სარწმუნოებაშიც არის პასუხისმგებელი. მაგრამ ჩვენი სწავლებით, რა თქმა უნდა, ესე რომ ვთქვათ, ჭეშმარიტება არის ქრისტეში. მამა, ძე და სულიწმინდის ერთობაში. სამების დოგმატის სწავლებაში და მე იმ სხვა სწავლებაში, რასაც ქრისტოლოგია და მარიოლოგია ქვია და ასე შემდგომ. ეს ახლა კითხვის ფორმითაც კი მივიღებ, მაგრამ ჭეშმარიტება თქვა. ღმერთი ნამდვილად ერთია, ოღონდ ვისთვის რა არის ღმერთი? ადამიანებს საკუთარი ღმერთი ყავთ, პიროვნული ღმერთი. მას აწყობს ესეთი ღმერთი რო ყავდეს. ესე ძალიან საინტერესოა. გამომდინარე აქედან ზოგ ადამიანს საერთოდ არ მიაჩნია დანაშაული ცოდვად. ესე ძალიან საინტერესოა. მე ვაშავებ, მაგრამ მე მგონია რომ ეს ცოდვა არ არის. ნაცი რომ ღმერთი ნამდვილად ერთია, მამა, ძე და სულიწმინდა სამება და ერთობა. კეთილი. ქეთევანი გვწერს ასეთ კითხვას, როგორიაო სწორად სიყვარულიო? ხო, მადლობა ქეთევანს სიყვარულის შეკითხვისათვის. აი, ერთ ნაბიჯ სიყვარულამდე გავაკეთებ ესე. რა არის საღვთო სიხარულიო? შეკითხვა ისვის და მამები ამბობენ. საღვთო სიყვარული, სუფთა ქრისტიანული სიხარული ის არის, როდესაც შენ პირადად არაფერი არ გასახარი და ანუ შენ არ გიხება და გიხარია სხვისი, ხო? ის სიხარულით ხარობ. ეს არის ნამდვილი სიხარული. აი თავში ხო ვახსენე ერთადერთი ცოდვა არის შური, რომელსაც ადამიანის სიამოვნებას ვერ იღებს. საღვთო სიხარული ეს არის. რა არის ჭეშმარიტი სიყვარული? აი მე ესე ვეუბნები. თაიგული არის ძალიან ლამაზი. და მრავალი სურნელება ერთად. აი ეს არის სიყვარული ჩემთვის. ცალ-ცალკე ყველა ყვავილი კარგია. მე იასამანი მომწონს იმას, ყოჩი ვარ და იმას ენძელა, იმას კამილია და ასე შემდგომ და უამრავი ყვავილი. ერთად ესე რომ ვთქვათ, თაიგული ძალიან ლამაზი. და თუ სიყვარული თაიგულია, მაშინ ეს ყვავილები იყოს სათნოებები. მოთმინება, სიმშვიდე, თავდაბლობა, პატიება, თანადგომა, სიბრალული და ასე შემდგომ. აი ეს ყველაფერი ერთად არის სიყვარული. ამიტომ თავში რომ დავიწყე საუბარი, ვთქვი რომ მე შეიძლება კეთილ საქმეს ვაკეთებდე. მე კეთილი საქმე რა კარგი არ არის, თურმე კარგი, ჩემთვის. იმიტომ რომ მე თაიგული არ მაქვს. მე იმისთვის გავაკეთე კეთილი საქმე, მაგრამ მე ეს გათვლა რომ რაღაცაზე მქონდა, მე ჩემთვის ამით ვერაფერი ვერ ვარგე. ამიტომ ჭეშმარიტი სიყვარული ეს არის, შეიყვარო ღმერთი, ანუ ჭეშმარიტება, სიწმინდე და სიმართლე მთელი შენი შესაძლებლობებით და მე მოყვასი შენი, გეცოდებოდეს თუ ცოდვაშია და გიხაროდეს მისი სიხარული და ისწავლო მისგან. კეთილი, არჩილი გვწერს, ესე იგი, ბრბო, რომელიც ქრისტეს ეგებება დიდებით და შემდგომ იგივე ბრბო ყვირის ჯვარს აცვი და კლავს მაცხოვარს. ეს ჩვენი გულის მდგომარეობაა ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში. რა მოხდა ამ სახარებისეულ სიტუაციაში, რა ფენომენია ასეთი ცვლილება და გულის გაციებაო და რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ აქედანო დღეს დღევანდელობაში. კეთილი, მადლობა შეკითხვის დასმისთვის. ესე ვთქვათ, ანუ ყველაზე კარგი გამოვლინება ამისა დამხმარე საშუალება არის ბზობის დღესასწაული. აი ბზობის დღესასწაულზე როგორ ამბობენ? პირითა ჩულთა მწოვართა აითაო, დაამტკიცებისო ქება ისენი. შვილებმაო, უბოროტო, უცოდველმა ადამიანებმაო, შესამოსელი გაიხადესო, გული ვისაც სუფთა და წმინდა ქონდა და მაცხოვარს დაუგესო. ხოლო მათმა მამებმაო, ის შესამოსელიც განძარცვესო, რაც მას ემოსაო.
ბავშვებიო, ოსანას გაიძახდნენო დიდებას უფლისას, კურთხეულას მოვალისახებდა. ხოლო მათმა მამებმაო ჯვარსაც თუ ეგე. რა იყო ისტორიული მოვლენა მაშინ? ქრისტეს მოსვლა კაცობრიობის უმრავლესობას იქ ვიზეც არის ხა უკვე აქ საუბარი უხარო და რატომ? მოვიდა ვიღაცა ძლევამოსილი, ზოგისთვის ყოვლის შემძლე, ზოგისთვის რაღაც შემძლებელი ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი სასწაულების აღსრულება შეუძლია და გვეშველა ჩვენ ამ ერს, ამ კუთხის ხალხს უკვე წამოგწევს და პირველი აუცილებლად შურს ვიძიებთ იმ ერებისა და ქვეყნების წინააღმდეგ, ვინ ჩვენ ჩაგრავდა, ანუ რა უნდათ მათ? ძალაუფლების მომცემი, შურის მაძიებელი, ყოვლის შემძლე მესია ყოლოდათ. ან იმპერატორი, ან მეფე, ან და ასე შემდგომ. მაგრამ როგორც და მათი გულები, ესენი გამოხატავდნენ მის დახვედრას, იმიტომ ესეთი ადამიანის მოლოდინში იყვნენ. მაგრამ როგორც კი გამოვლინება მაცხოვრისა იყო შემრიგებლობა, სიყვარული, უკვე გამოვლინდა ამ ადამიანების გულის მდგომარეობა. აი, უფალი ადამიანის გულს ხედავს, ჩვენ ადამიანის სახეს, ანუ მის სიტყვა გვესმის და მის ქმედებებს ხედავ. გამომდინარე აქედან ჩვენ რა უნდა ვისწავლოთ? ჩვენ ის უნდა ვისწავლოთ, რომ ნაბეტნავისაგან გულისა უნდა იყოს ჩვენი ქმედებები. გული უნდა გაივსოს სიყვარულით. რატო ამბობს დავით მეფსალმუნე გული წმინდაი დაბადე ჩემთან ღმერთო? გული ეს სისხლის გადამამუშავებელი ორგანო, რომელიც არის თავარი. თუ გულში წავა სიწმინდე, ეს სიწმინდე როგორც სისხლი ამარაგებს ხელებს, ფეხებს, თვალს და ასე შემდგომ ბაგეს მეტყველს, აქ თუ სიწმინდე წავა, ეს ცოტა დადუმდება, ეს მოერიდება, ეს არ შეეხება და ასე შემდგომ. აი ეს უნდა ვისწავლოთ, რომ გულში შემოუშვათ სიწმინდე და სიყვარული ჭეშმარიტებისა და მე აუცილებლად ჩვენი საქმეებიც ესეთი იქნება. თორე რა ისარგებელა არის თუ შენი ბაგენი აშენებენ და შენი გონება ანგრევს. აი დილის ლოცვები. თვალით ადამიანი და პირი ბაგით კითხულობს, ბაგი ადიდებს, გონება არის სხვაგან საერთოდ. ეს ერთი ბრძოლის შედეგია და ამასაც სწავლება ჭირდება, რომ ჩვენი ბაგე ბუტბუტებდეს, ჩვენი ყური ისმენდეს, ჩვენი თვალი ხედავდეს და ამ დროს გონება უკვე მობილიზებულია. და როდესაც მარტო თვალით ვკითხულობ, ბაგე უხმარ არის, ყური უხმარს არის და უკვე გონება ერევა თვალს და ამიტომ გონების გამბნება აქედან იწყება. აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა ჩავთოთ, რომ ვიცოდეთ, ვის წინაშე მივდივართ, რის ათხოვნელად მიდიხართ. მეზობელთან რომ მივდივარ და მეგობართ რომ რაღაცა ვთხოვოთ, პირველ რიგში ფიქრობთ, აი როგორ უთხრა ეხლა რომ ეს მათხოვოს. რა უთხრა ეხლა მე რომ იმან ხელი მომიმართოს. ფიქრობთ, ხო ადამიანები ვართ. ღვთის წინაშე მიდიხარ და ევედრები კეთილდღეობას, სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, სამსახურს, მიცვალებულების ხონებას და მიდიხარ და ესე 1 2 1 10 წამში დამთავრებული გა ყველაფერი. აბა მითხარით ეხლა ეს. როგორ შეიძლება ღვთის წინაშე? ის შემწირველია, მაგრამ შენ არ მიგაქვს ის საუკეთესო ნათავარი. შენ არ მიგაქვს ის შესაწირავი. გულიდან წამოსული და არა მატერიალური. მთელი სახარება შეიძლება წაიკითხო და გადაფურცლო უბრალოდ. მაგრამ შეიძლება ერთი ფურცელი წაიკითხო და ის ერთი გვერდი ეცადე რომ გამოიყენო იმ დღეს მაინც, როგორც მინიმუმ. აი ეს უნდა ვისწავლოთ, რომ გული ავისოთ. კეთილი მამაო, კეთილი. რეზო გვწერს ესეთ კითხვას, ესე იგი მათეს სახარების 28 თავის ბოლოს წინ ამოხლიო მთავრდება სიტყვებით წარვედი და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს ცემდით მათ სახელითა მამისა და დადისა და დასულისა წმიდისათა. ნუ ეს ვიცით ხო რა თქმა უნდა და იაკობ მოციქულის ეპისტოლის მესამე თავის მუხშიო კიდე წერიაო რომ ნუ მრავალნი მოძღვრით ძმანო ჩემნო უწყოდეთ რამე თუ უდიდესი სასჯელი მივიღოთო. ხო და რატომ ხდებაო ასეთი ურთიერთსაპირისპირო სწავლებები წმინდა წერილშიო? კეთილი, მადლობა შეკითხვისთვის და თავშივე მინდა გითხრა კეთილო, რომ ნამდვილად არ არის ეს ურთიერთსაწინააღმდეგო. ორივედან ესე ცალ-ცალკე აზრი და შინაარსი უნდა გამოვიტანოთ. ცოტა პარალელს გავავლებ ესეთ რამეთ. როდესაც ევქარისტიული კანონი ჟამის სირვაზე ანუ ლიტურგიაში აღესრულება, მაცხოვარი ამბობს, მიიღე და სჭამეთ, როდესაც ის ხედველი და ხელაპრობელი წმინდა ძღვენისკენ მიმართავს კერძოდ სეფისკვერისკენ, რომელიც წმინდა ბურად ქრისტეს ხორცად უნდა გარდაიქცეს. მაგრამ როდესაც ბარძიმისკენ მიმართავს, ამბობთ სუთ ამისგან ყოველთა. რატო არ ამბობს იმას იქ ყოველთა? ანუ ლოგიკა რა არის ამაში? ესე იგი, ეზიარება ქრისტეს ხორცით ის ადამიანები, ვისაც ბიოლოგიურად შეუძლია ამის ღეჭვა, გადაყლაპვა.
მაგრამ სისხლის მიღება შეუძლია ყველას, ჩვილებს. ამიტომ გამომდინარე აქედან ეს ზიარება ეს ტექსტობრივად ასე განიმარტება როგორც მინიმუმ. ეხლა ეს ორი გავშალოთ. ვის ეუბნება მაცხოვარი თავის მოწაფეებს? ვინც იქ სახარებაში ესე წერია კიდე დაასწავლეთ მათ ყოველი რაოდენი გამცენ თქვენ. ანუ ეუბნება თავის მოციქულეთ, წადით და მოიმოწაფენით. ანუ განსწავლეთ ის ადამიანები იქადაგეთ, რაც იხილეთ და ნათელცემდით მას. რა არის მაგდროის ნათლისცემა? პირველ რიგში ის რომ ქრისტეთი განანათლე, ქრისტეს შემეცნება ასწავლე მას და მერე აღასრულე ის ნათლისღება. ესე რომ ვთქვათ, ინდოლის საჭურისის ნათლისღება ხო გვაქვს ფილიპესთან. ჯერ მოისმინა და მერე აგერ არის ოწყალი და რა გვიშლის ხალხს რომ ნათელი ვიღეო. ჯერ ადამიანს უნდა შეამეცნო, აი ეს ის ნათლობასთან უკვე როგორ კაი კავშირშია დაგვეხმარა და როცა შეამეცნებ, მერე შეიძლება ისე ნათელი იღოს. ეხლა რაც შეეხება და უნდა ასწავლოს ყოველივე, რაც მათ მოისმინე და რაც მათ დაინახეს. ეხლა რაც შეეხება ეპისტოლე, რომელიც ჩვენმა მსმენელმა შეკითხვის სახით მოიყვანა და დასვა. ნუ ყოველი მოძღვარი იქნებით. რატომ? როცა ადამიანი არა მარტო სამოციქულო და სახარებაზე მაკაცო საუბარი, არამედ ნებისმიერი საკითხი, რომელშიც შენ ვერ ერკვევი და არ იცი, არ შეიძლება ამისი მოძღვრება. ეს არამსუცოდვა უდიდესი დანაშაულია მედიცინაშიც, ფიზიკაშიც და მით უმეტეს კიდე სულიერებაში. ასე რომ მინიმუმ ადამიანი რომ სახარებას კითხულობს, იქვე უნდა წაიგითხოს მისი განმარტება. იქვე ჯობია ერთი გვერდი წაიგითხოს დღეს და მისი განმარტება, ვიდრე დღეს წაიგითხოს ერთი თავი და მისი შინაარსი ვერ გაიგოს. ამიტომ დადგინებული გახდნენ მასწავლებლები და მოძღვრები, ესე რომ ვთქვათ, დღევანდელი სიტყვით რომ ვთქვათ, თეოლოგები, ან შემეცნებლები. თორე სახარებას წმინდა წერილს უამრავი სხვადასხვა სარწმუნება იყენებდა სხვადასხვა სექტა და სხვადასხვანაირად განმარტავენ. გამომდინარე აქედან ამისი მადლმოსილება აი ხა უხეშად რომ ვთქვათ, ეს შესამოსელი, სამოდელო შესამოსელია და ერისკაცმა რო ჩაიცვას ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მდომსახურია. ხელდასხმის მადლით გადმოდის ეს სული წმინდის მადლი, რომელიც არის გამორჩეული. გამომდინარე აქედან ეს ნამდვილად კეთილო ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, ის უთხრა უშუალოდ მოწაფეებს და მის მოციქულებს, ვინც გასწავლული იყო და მიეცათ მადლი მოწაფეობისა, ამიტომ მოვიდნენ საქართველოში, ჩვენ რო წარმართიერი ვიყავი და ჩვენ მათგან განვისწავლენით. ხოლო მოძღვრება, ანუ რას ნიშნავს? დამოძღვრება და სწავლება მხოლოდ იმათი ხვედრია და იმათი ვალდებულება და მოვალეობა, ვინც ამაში თვითონ არის გათვითცნობიერებული და განსწავლული. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის, მამაო, ლუკა გვწერს, რას ნიშნავსო გარჩევა კეთილისა და ბოროტისო? მადლობა ლუკას შეგითხვისათვის. ზრთული ის არის საკმაოდ სიღრმისეული. გარჩევა ზოგადად ეხლა ძალიან მარტივად რო უთხრა ესე რომ გარჩევა არის ანალიზი. დიახ. ანალიზი. სხვას რო თავი დავანებო, ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ ეს. ადამიანი არის ესე, პიროვნება, მე არის მასში საკუთარი მე შიგნით და მე არის საკუთარი მე სამყაროს გარეშე. ადამიანმა თუ გინდა რომ საკუთარი მე დაინახო, აუცილებლად შენსგან უნდა გახვიდე. სულიერად არა, გონებით. აი გონებით ჩადი გულში. აი ამას ამბობენ მამები. მე როგორი ვარ, ის გარედან უნდა დავინახო. და რას ვეტყოდი სხვას? აი პირობითად, მე ხო ვიცი ხა პიროვნულად როგორი ვარ. და ესეთი პიროვნება მეც აქვს და ქვია სახელად პირობითად რაღაცა, თუნდაც ჩვენი კითხვის ავტორი გიორგი ავიღოთ ან მამუკა. რა რჩევებს მივცემდი? აი ზუსტად ის უნდა გამოვიყენო ჩემთვის. და ის მანკიერებები და ცოდები რისკენაც მე ვარ მიდრეკილი, როგორ ვეტყოდი იმას და როგორ უშვებდი რომ ებრძოლოს. აი ეს არის ამისი გარჩევა, ანალიზის გაკეთება და მეორე ძიება. ანუ ძიება ნიშნავს რომ როდესაც ადამიანი ძალიან მარტივად რო ვთქვათ რომ ეს ამისი შემადგენლობა ეს არის ხე. მეორე არის ლითონი. ეხლა როგორ უნდა დავარწმუნო ეს ადამიანი? თვისებები უნდა წარმოუჩინო ამისი, რომ პირობითად ცეცხლი შეიძლება ცეცხლმა ის დასწვას იმას ვერა დააკლოს. ან იმან ცოტა ხანი 1-2 საათი მდგრადობა შეინარჩუნოს. და ამის მერე მან უნდა ირწმუნოს და თუ ჯიუტობაში დარჩა ეს ცუდია. ასე რომ ანალიზის გაკეთება არის გარჩევის საშუალება. ისიც ქრისტესით. ადამიანური ანალიზი არა, საღვთო ანალიზი. ვერიკო გწერს, ესე იგი, თუ შეიძლებაო არამარხულ ადამიანსო მიიღოს 7 გზის ზეთიცხებაო კურთხევის გარეშეო. კეთილი, შემოკეთილებო, ერთი რამე მინდა გითხრათ. ქრისტიანული ცხოვრების კურთხევა დედამიწაზე ყველა ადამიანს მიეცა, როგორც კი მას
ასაკე მიეცა, რაც მას მოეკითხება, როგორც თქვენ ბრძანეთ, 10, 12, 14 წლიდან. მაცხონებელი საშუალებები არის ნებისმიერი ქმედება, სანამ ადამიანი შეიმეცნებს წმინდა წერილს და ასე შემდგომ. თავარი არის ზეთიცხების საიდუმლოში და ყოველივე 7-ვე საიდუმლოში მონაწილეობა მიიღოს იმ ადამიანმა, ვინც ეკლესიის წევრია ნათლობით. თუ ადამიანი მართლმადიდებლურა და მონათლულია, მას ღვთისგან მოსაკურთხევა აქვს ნებისმიერ საიდუმლოში მიიღოს მონაწილეობა, თუ ამგზავრელი ფაქტორები მას არ აქვს. ეხლა მაგალითად ქალბატონია და მგდელმსახური ვერ გახდება, ქალბატონია და ბინას ვერ აკურთხებს და ასე შემდგომ. რა არის ზოგადად ზეთიცხება? სწავლებაში ესეწერია, რომ თუ ვინმე ჯერ უზრუნველებაშია, 5 წესებს მგდელმსახურებს მოუწოდონ, 1-2 ცხონმა ზეთი სიხარული, ზეთი საკურნებლად. თუ ვინმე უზრუნველებაშია, ზეთი ცხონო, თუ ვინმე ზუხარობდენო, გალობდნენ. გამომდინარე აქედან, პირველ რიგში არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი იყოს ამხსარებელი და მაზიარებელი, რომ ზეთი იცხოს. იქნება და ეს ზეთი იცხება, თუ აუგზავნოთ, რამხელა დანაშაულია. რა თქმა უნდა, მამაო, ეკლესიაში მოვიდა ადამიანი, ამით მაინც დაიწყოს, იქნება ჯერ მადლი ზეთი იცხებისა. შენ ხო იცი რა მადლს აძლევ, მაგას და მიეცი, რომ იქნება ეს მის ცხოვრებაში გახდეს კიდევ ერთი ნაბიჯი ქრისტესთან მიახლებისა. და თუ ეტყვი, რომ ეს არ წაკიკითხავს, წამსიზე პირად არიცი, ეს არიცი, ეს არიცი, შეიძლება ვერ ისწავლოს და უფრო ესე კეთილი მამაო, ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი დრო. ძვირფას მაყურებლებს შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლდათ ვარკეთილში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით წულეისკირი. გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8-ის ნახევარზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.